გამარჯობა მეგობრებო, დღეს არის პირდაპირ პოდკასტის მეოთხე ეპიზოდი. ჩვენთან არის ანკელ აჩი სტუმრად, აჩი კაცშიც მოგესალმები. გამარჯობა, სასიამოვნოა ეს შენი ახლიდან გაცნობა. ჩემთვისაც ასევე. კაც მე ხوكე ვილაპარაკეთ, მაგრამ მინდა პირველ რიგში შენი გაცნობით დავიწყო მაყურებელმა რომ გაიგოს, რას მოღვაწეობ ხა YouTube-ის გარდა, მინდა ესე დავაფორმულირო კითხვა, რამდენი წლის ხარ და ნუ რას საქმიანობ. კონტენტ კრეატორობა რომ გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ მაგაზე ცალკე იქნება. ხა უცებ გამახსენდა ბავშვობაში რომ ჯობ ინტერვიუებს დავდიოდი ხოლმე ეგ თემა რომ გამარჯობათ მე ვარ 28 წლის მეგობრობის ღიურს რო ვარ. ხო რაღაც ეგეთ თემა არის რომ აც უკვე 28 წლის მოვაღწია აბა საკამდე. სხვათა შორის საერთოდ არ გეტყობა. მე ვარაუდობდი სანამ მე დავსერჩავდი რამდენი წლისა თქო, ვარაუდობდი რომ მე ვარ 24-ის, ეხლა ხედავ 25-ის და ვარაუდობდი რომ ერთი ასაკის ვიყავით, იმიტომ რომ გული რო სანამდეც გიქაჩოს. არის ლაიფსტაილზე, აი ძალიან ლაიფსტაილზე დამოკიდებული ეგრე მგონია ეგ ამბავი რა. და მეორე არის რომ მათ გადაობა არის აზიაში რომ მივიდიხარ სამოგზაუროდ, იქ ხარ 53 სიმართვის. მართლა ოღონდ რა, აქ ხო ძალიან ეგ სულ ეგ მაგ ხოლმე რომ რაღაცა 28 წლისას არ გავხარ, პატარა ხარ და ასე შემდგომ და აზიაში ჩადიხარ და იქაური გოგოები შენ ალბათ 38 გიყურებენ ეგრე, იმიტომ რომ წვერით ხო ხვდები ძალიან სხვადასხვა აღიქვავენ მაგას რა, მაგათ ჩვენ თვის ეგენი ყველა 17 გავს. აი მე რო უყურე, ქალები რა თავის მოვლის საშუალებებსაც იყენებენ, 10 მაგდეს იყენებენ, მათ კაცები რა. კი. საქართველოში უბრალოდ ისე ვართ, რომ აი ცივი წყლის სახე დაიბანე მორჩა. მაგაზე გავჩერდით, რომ ძირითადად იქ საკმაოდ ესეთი დიდი ვარ, მაგრამ თან რა თქმა უნდა, ესეთი განსხვავებული გარეგნება გიდა არ გიდა იმათგან ყოველთვის ჰაილაითი შენზე არის რაღაც მომენტში, რომ ვაუ, გააშიაკე სად მიდიხარ, აი სადღაც ადგილებში უფრო გამოხატავენ. აი ბანგლადეშში რო ვიყავი მაგალითად რა. რატო ვიყავი ბანგლადეშში მაგას მე მოგიყვები? ბანგლადეშში იყო რომ მთელი ქალაქი მომზდევდა ხოლმე რა, აი გარეთ რო გამოდიოდი, ერთი თვით ფოტოს გადაიღებდი, მთელი ქალაქი მოდიოდა რომ ფოტო გადაიღო შენთან, ანუ კონტენტს ვეღარ ვიღებდი ფიზიკურად რა და მე დავამუღამე რომ მეთქი არა მეგობრო, ფოტოს არ გადავიღებ, იმიტომ რომ თუ ერთთან იღებ ფოტოს, მთელი ქალაქი მოდის და მე მთელი ქალაქი იღებს ფოტოს შენთან რა და ვეღარ გაურბიხარ რა, ფიზიკ ხო, მაგრამ ის შეგრძნება არის აქ რო ინფლუენს ბოქსი ამოვნებას რო იღებ რომ ვიღაცა მოდის გესალმება, იქ ყველა მოდის და სადღაც აი მართლა გეუბნები თან ბანგლადეში არის მუსლიმანური ქვეყანა რა, მუსლიმები არიან და ძირითადად მარტო მამაკაცები არიან გარეთ, ანუ მეტი უფლებები აქვს სავარაუდოდ და მარტო კაცები მოდიან თან და ეგ კიდე ცალკე ისაა რომ ერთი ქალის მოვიდეს თუ შეიძლება გადაღან გაგოხდება რა. არ მოდის ფიზიკურად არ არის რა გარეთ მაგ შემაწუხებელია ბიჭოს სულ კაცები რო დიახევია. და ერთხელ იყო რომ აი რაღაც მატარებლის ბაქანზე ვართ მე და გიგი ვიყავით ერთად ასულები და 1 საათი არ მოდის ეს მატარებელი რა, ან მაგ ვიდეოს აქვს რაღაც მილიონი ნახო დაახლოებით სოციალურ ვერტიკალურ მედიაში, TikTok-ზე და Facebook-ზე ცოტა მეტ მილიონზე და ანუ პროსტო ჩვენ აი ხე ჩვენ ვაკ სხედვად არაფერს არ ვაკეთებთ რა, უბრალოდ ველოდებით მატარებელს. 1 საათი წრეში ვიდექით და სადღაც 50-ზე მეტი კაცი უბრალოდ გვიყურებდა. არ მიდიოდნენ რა, ანუ ბიჭო ვეუბნებით რომ მუზეუმში ექსპონატებს რო უყურებენ, ზებრა ვიყავი, ჩაოლებრივად ზებრა ვიყავი იქაური რა, ის მიყურებდნენ და მომდენ ბრაზა. არაფერი გლაპარაკ ბრაზა. ხო და რა შეეხება ისე ვიქ დავბრუნდეთ უკან რომ მე ვარ აჯი ვარ 28 წლის ვარ კონტენტ კრეატორი და მოგზაური ამ შემთხვევაში სამოგზაურო არის ჩემი ძირითადად ჩემი მიმართულება არის სამოგზაურო და ანუ იმიტომ რომ ანუ სულ მქონდა ბავშვობაში რომ მინდოდა რომ მე მომწონდა ძალიან მოგზაურობ რომ უყურებდი ვიღაც მოგზაურ ვლოგერებს აი თქვა კარგად ცხოვრობენ ის უარყოფითი მხარეები რაც აქ მე მაგას ვისაუბროთ თუ გინდა თუ ბევრი ამბავი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სულ მინდოდა რომ ეგ მეკეთებინა და ნუ მაგრამ ნუ ხო ხვდები ახლა სოციალური ფონი რაც იყო რომ აი შენ კაბინეტ ოჯახიდან ყოველთვის ეგ მოდიოდა რომ ნუ საბჭოთა ესე რომ ვთქვა წყობილებაში ადამიანი წარმატებული იყო თუ რაღაც სამსახური კარიერა სტაბილურობა ხო ის სტაბილურობა არის მთავარი და მაგაზე მაქვს სხვათა შორის ბოლოში დასასრულში ეგეთი კითხვა მაგას უფრო იმას ვიზავ ჩავშლით რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მომეწონა რაღაცეები პირველად არხი მაგიტო გამოვიწერე რომ ესეთი ფრაზა მოხდა ყუში რომ ოფისის კამზე არ მინდა ჯდომა და აქ არის ცხოვრება რაღაცა და აკრას მეც რო ეგრე ვფიქრობდი ეგრევე გამოვიწერე არხი ნუ ადამიანი ირჩევ YouTube-ზე, TikTok-ზე ხა კი სკროლავ და ამოგეკიდებს უყურებ და ჩასკროლ, მაგრამ YouTube-ზე ირჩევ ამ გამოწერით ვისი ვიდეოებს უნდა დაუთმოთ თავისუფალი დრო. მაგას ძალიან დიდი დამსახურება უნდა და ეგრევე სადაც ეგ გავიგე, გამოვიწერე შენი არხი, იმიტომ რომ ძალიან მიხარია რაღაცა დადებითი ვაიბები რომ მოდის, რა ხელოვნური რო არ არის და ასე შემდეგ და ეგ მომწონს. ეხლა გადავიდეთ, მოდი ძალიან მაინტერესებს ცხენით მოგზაურობაზე რა, მაგ ტრიპზე.
წერა კითხება რა აქაც გავარკვიოთ ვასიკოს რა ბედი ეწია და როგორი იყო რა სირთულე ვასიკო იყო ჩემი ცხენი რომელიც ვასიკო არის ჩემი მეგობრის ბიძის ცხენი ესე რომ ვთქვა რა რომელმაც ესე ძალიან მეგობრულად დამედგა მაშინ მხარში და მადლობა გეგი კაი კაცი ხარ გერაცვალე და ანუ ძალიან დამეხმარა მაგაში რომ ესე რომ ვთქვა ეს ცხენი მყოლოდ იმიტომ რომ რთული არის ხო ხვდები რომ ცხენი ეხა 10 დღე ვიღაც ეუნები რომ იცი რა მე მინდა რომ სამეგრელოდან ჩამოვიდე თბილისში ცხენით და ერთი 10 დღე უნდა ვიარო რაღაცა ლიხის ქედი უნდა გადმოვკვეთო და ნუ რაღაც მომენტში არავინ არ გათხოვებს ალბათ და არც უნდა რომ მოგცეს ანუ მაშინ იყო რომ ეს გეგი მითხრა რომ მოდიო მე გათხოვებოდეთ თო ჩვენი ოჯახიო ესე რომ ვთქვა ამ ცხენსო და ჩავედი სამეგრელოში დაუმეგობრდი ვასიკოს ამდენიმე დღე ეს მეგობრობის დღიური არა მაგრამ მეგობრობის ძება მქონდა რომ დამეგობრებულიყავით ერთმანეთთან უკვე მე და ვასიკოს და რომ დამეგობრდით მე ესე რომ ვთქვა დავიწყე იქიდან სხვა შორის ძალიან არც ისე კარგი მხედარი არ ვიყავი რომ დავიწყე სიმართლე რომ გითხრა ანუ ბევრჯერ არ ვიყავი რა ხეს ესე რომ ვთქვა ნაჯირითები არ მქონია რა ხო ხვდები რა ეგ ამბავი იყო და თან მქონდა რომ მეთქი მინდა რომ ესე თვინიერი იყოს ცხენი და რაღაცა არ გარბოდეს ხო ხვდები და ზოგი ცხენი არის რომ ძალიან არ გემორჩილება და საკმაოდ აი თუშეთში მქონია ეგეთი გამოცდილება რა რომ აქ თუშეთში ვიყავით და თუშეთზე დავჯექით რაღაცა ხეობიდან ხეობაში გადავდივართ და ჯო აი არ მემორჩილებოდა რა ეს ხერი აი იმენა და ბოლოს უცხარი ამ ვინც იყო იქ ავრი კაცი რომ მეთქი ანუ ვერ შვებით ხო რა ამ ხეზე თქო ერთ საათს მე აი მე ხელი დამეჭიმა ვერაფერი ვერ ვუქედი რა ამ ხეს და გადავშა და მეუბნება რომ არა ისე მართართული სამართალი ეს რაღაცა ძალიან ეს არისო ეს არ ყოფილა მანქანაზე საჭესო იყო ძალიან საყვარელი ძალიან პირიქით ძალიან ესეთი თვინიერი ცხენი იყო რა მაგ თემაში რა ძალიან კაი ეს რა აი კაცში ბევრი სირთულე იყო მაგრამ მე დავფიქრდი იმაზე რომ შენ რო კარავში გეძინა იმას გარეთ ტოვებდი რა ერთ მომენტში ტურები ჩამოდიანო გითხეს და ასე შემდეგ და როგორ გეძინა მშვიდად რომ იცი შეიძლება ცხენი შეგიჭამა ან გარეთ არის სველდება და ასე შემდეგ ეხლა ნახე ცოტა ისე შემოგიტიერა ვიცი ხო რა აი ეგ იყო ყველა ადამიანს მე მაგას ძალიან მოშვებოდი რა ქვია კომიკური იყო რომ ადამიანების უმეტესობა რომ ეს მაშინ ჩემ კონტენტს უყურებდა უფრო მეტად ღელდა ვასიკოზე ვიდრე ჩემზე და ნუ ეგ ჩემს გასაგები იყო იმიტომ რომ რა თქმა უნდა მეც ალბათ სადღაც უფრო იმიტომ რომ ახ ადამიანი ხარ ხო ნუ გაძლებ რა ეგ კიდევაც ერთ კაცში ნერვიულობ რომ გარეთ მიწევს დატოვებაო და აი ეგ განცდა იყო რომ რა იყო იცი ტვიში უცებ ქვეცნობიერი იმას ფიქრობს რომ ეს კარავში რომ წევს კიდე კარგად არის ნუ კომფორტის ზონიდან ამოსულხარ მაგრამ კიდე კარგად არის მაგრამ ის რომ წვიმაში გარეთ უნდა იყოს და თა დაბმულია ვერ მინდის მაგაზე რაც ვერ და ესე რომ ვთქვა ვიკითხე და თვითონაც გავარკვიე მასთან ჩაოლებრივი თემა არის ცხოველისთვის ყოველ შემთხვევაში ეგ განსაკუთრებით იმ პერიოდზე მე ვიყავი თბილო და ანუ მიუხედავად იმისა რომ არ გამიმართა სულ წვიმა იყო და დაულპი გზაში ასაც ქვია აი თავიდან იყო ორი დღე კარგი ამინდი და 8 დღე მერე ცუდი ამინდი იყო ლამის რა ნუ ცხენის ორგანიზმიც ეგრე არის მოწყობილი რომ მაგას კი რა ნუ მაგისთვის ძალიან ესეთი ესე რომ ვთქვა ნორმალური ფაქტი არის ეგ და ზოგადად ცხენებს ფეხზე დამდგარი ძინავთ რა ეგეთი თემა არის არ ჭირდებათ რომ ჩაიბუხო სულ ისეთი გზებით დადიოდი ანუ სადაც გზა არის თუ გიწევდა მთის გზებითაც სიარული ანუ იყო რომ გადასამთხე იყო ანუ იმ ხრივ გეკითხები რომ საიდანაც და გამოგივარდა რავი მგელი და დაკლები რო არ მაგის ის რო არ მოახდე რომ მაგის შანსი ნაკლები იყო ძირითადად დავდიოდი ხოლმე სოფლის გზებით რომ ანუ ჰაივეიზე არ შემოსულიყავი რა თქმა უნდა და ასე შემდეგ მაგრამ ძირითადად იყო ხოლმე რომ სოფლის გზებით დავდიოდი ყველაზე ესეთი ცუდი მომენტი იყო აი აქეთ რო გადმოვედი ქართლში იყო რომ აი აქ ტურები ჩამოდიანო ღამღამობითო რა და ნუ მან მე შევიცადე რომ შეიძლება დასახლებულ პუნქტთან ახლოს გამეკეთებინა კარავი და მთელი ღამე ცეცხლი და დატოვებული რა ანუ ვიღვიძებდი და ვამატებდი იმიტომ რომ ცეცხლზე ძირითადად არ მოდის ნადირი ანუ ყველაზე ესეთი კარგი ვარიანტი თუ 20 დღეში მოხდით მეგობრებო აიო ცეცხლი გქონდეთ დატოვებული ღამე შეიძლება ისე რომ ცეცხლის სუნზეც და ხმაზეც და ფერზე მთლიანად არ მოდის ხმარაშუაშია ანუ ფერზე უფრო მეტად რომ ხედავს სიახლე არის არ მოდის ხოლმე ნადირი რა იმიტომ რომ ადამიანები უკვე მიჩოულები ვართ და ვიცით რა არის და ნადირი ვერ ხვდება მაგას და არ აწყდება ყოველდღიურობაში და ეგ მართლა კარგი მიდგომა არის კი ასე რომ ნუ მაგ დღეს იყო როცა ყოველთვის ვინერვიულე ვასიკოზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა დღეს ეგ მომენტი არ მქონია რომ რაღაც ნადირი ასე შემდგომ მოსულიყო და შევეჭამეს კატრს მიხმა ბევრი ისეთი ფაქტორი იყო რასაც არ ელოდი და მე მოგიწია რომ აი მე ეს უნდა ამოჭრო იმიტომ რომ დამღლელი იყო პირველ რიგში ძალიან თო წარმოიდგინე რომ მთელი დღე მარტო მოდიხარ ცხენთან ერთად აი რა უნდა აკეთო ხო მოდიხარ და შეთო ველაპარაკები გენ ეს გესმის ანუ აი ვერ ტელეფონი გიждდება მე ხო წვიმს და აი ზიხარ ყველაზე რთული იყო ხერხემლის სპონჯი ხა წარმოიდგინე რომ მთელი დღე ესე გამართული უნდა იჯდე და აი ძალიან მткиოდა რავი კუნთები საჯდომით საშინლად მткиოდა აი რო ჩამოვედი თბილისში 3 დღე რეაბილიტაცია კი რომ არ ავდგამა ძალიან რთული იყო რა მაგის გარდა რავი მიკროფონი დავკარგე გზაში რა თქმა უნდა რაღაც მომივიდა აი კამერა კი ნაღამ გამიწყდა
ნუ რავი, ანუ რაღაცა სამაგრები ხო არის, რომ გადაკიდებული მქონდა ცხენზე რაღაცეები რა. განწყდაო მე დავკარგე წავე. თან მაგას ყოველდღე ხსნიდი და მე ამაგრები ხო. ყოველდღე რა თქმა უნდა, ანუ ეს უნდა მოგიხსნა, უნაგირიც ცხენზე. ლაგამით. ხო, რა თქმა უნდა, რომ დაისვენოს ცხენმაზე ხა მთელი დღე რომ ცხენზე სიხარ, იღლება კინარგიდა და გასაგებია რომ იღლება. რა ანუ მანდ იყო რომ ცხენი რა თქმა უნდა მაგისთვის ბიოლოგიურად მზად არის რა სადღაც, იმიტომ რომ გენეტიკურად ხო რა გენეტიკურად ეხა მისი ყველა წინაპარი მაგას აკეთებდა რა ხო ხვდები რომ რაღაც მე ვარ 70 კილო რა ხო ხვდები და ეხა ჩემი ბარგით ყოფილიყავი აი მაქსიმუმ 85 კილო და 85 კილო ხანდახან აბჯარი ხონდა ხოლმე ხო ხვდები რა ჩვენ წინაპარს ეგეთი თემა არის მაგრამ ნუ იქიდან გავიდა ჩვენს შედარებით ეხა უფრო soft ტიპები გავხდით იმიტომ რომ ეგეთ გარემოში ვცხოვრობ ცხენებიც ეგრე არიან ხო ხვდები რა აღარ უწევს რომ 85 კილოიანი აბჯრით კაცი დაიჯინოს და ატაროს და ომში იაროს რა ამიტომ ფიზიკა აქ ეგეთი თვითონ არ უჭირს რა მაგრამ ნუ სადღაც აი ბოლოსკენ ვატყობდი რომ უჭირდა უკვე რა ხო ხვდები რა იმიტომ რომ აი ეს პერევადი რომ გადმოვიარეთ ბოდიში ამ სიტყვისთვის მაყურებლებო ნუ ქედი რომ გადმოვიარეთ ლიხის ქედი ამ შემთხვევაში და ჩამოვედით აქ და აი ძალიან დაიღალა რა უკვე ვატყობდი და ბოლოს იყო რომ მეს დავდიოდი ხოლმე ფეხით რა აი რო ვატყობდი რომ ძალიან იღლებოდა ჩამოვდიოდი ხოლმე ხშირად გქონია და დამყავდა რომ მეთქი არ შევაწუხო შემიც ხედი რა ეგ თემა მქონდა რა და იყო ეგ წინააღმდეგობები ძალიან ბევრი ანუ თავარია გადალახე და ძალიან კაი კადრი იყო ბოლოსკენ აი ის კადრიც რო იყო მანქანა გადმოვიდა გოგო გამოიქცა დანახვაზე რაღაცა ნუ მე მაშინ ძალიან ჰაიპში იყო რა TikTok-ზე ძალიან ბევრი TikTok-დან ძალიან ნახვები იყო ხო ხვდები ხსა ვინტო რომ YouTube-ს აქ ეგ სპეციფიკა რომ რაღაც მე დამონტაჟდება და ნუ ხო ხვდები რა შემო ვიდეო მოგიწუროს და 10 ჯერ ჩართო ერთმა ტიპმა რა და შენ გამქონდა შეიძლება 10 იმპრესიონი რა მაგას გეუბნები მაგრამ ანუ TikTok-ს აქ ეგ რა ჩვენ თქვი ისკროლება და იქ იმ მომენტში live-ში უყურებ ფაქტობრივად და ძალიან ბევრი იყო რომ კაი თბილისკენ რო გადმოვედი მაშინ მაინც დამწყებ კრეატორად ვთვლებოდი რა თქმა უნდა ცოტა გამომწერი ვიყავდა ძალიან YouTube-ზე განსაკუთრებით და ნუ უკვე იყო რომ თბილისთან ძალიან ბევრი ცნობდა მის სიგნალებთან და აბა მიდი და სხვა შორის ეგ მაგრა ასწორებს აი მოტივაცია რა ატარა მოტივაციებიც ეხა ბოლოს იყო რომ ვიღაცა ტიპი წერს LinkedIn-ზე რა ძალიან დიდი ხანია პოსტი არ დამიდია და გამახსენდა ეხა უბრალოდ მომწერა რომ ერთხელო ერთი ბიჭიო ჩავეჯინეო მანქანაშიო რა ავტოსტოპზეო და მაშინ რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთო და მითხრა რომ YouTube-ის დაწყება უნდაო სამოგზაურო მიმართულებითო და მე უთხარიო რომ არ გამოგივაო იმიტომ რომ ძალიან კონკურენტულია ეგ ბაზარიო და დღეს მინდა რომ ბოდიში მოგიხადო აი ხავ ნახეო რომ გამოგივიდაო რა მე ვიყავი თორემ ეგ ბიჭო და ეგ პატარა მესიჯიც ხო ხვდები ძალიან ესეთი სამოტივაციო იყო ჩემთვის რომ ეგეთი რაღაც მომწერა ვიღაც ადამიან რომელიც არც მახსოვს იმასე რომ გითხრენ რომ არა და მის ფოტო და ვერ მივხვდი ვინ არის იმიტომ რომ მე ავტოსტოპზე ვარ ნამყოფი ალბათ 500 მანქანაში არ ვიცი ჩემი მხრიდან აი ეგრე უყურებ რომ აი პოდკასტებიც ბევრი კეთდება სამოგზაურო კონტენტიც ბევრი კეთდება და ასე შემდეგ რა იმდენად ბევრი ვიდეო იდება ჯერ უცხოეთში ხო რამდენი ხანია YouTube-ი არსებობს რომ ვარიანტი არ არის რომ რაღაც აი წინაზე რამდენი აზრიც მომსვლია თავში იმდენი რომ დამისერჩა უკვე ვიღაცას გადაუღია რა მაგრამ აი ხა ზუსტად რომ შენ წამყვანად დაჯდე იგივე ვიდეო გადავიღო და მე სტუმრად ვიყო სხვა ვიდეო გამოვა იმიტომ რომ ადამიანზეა ეგ დამოკიდებული და სხვა ვაიბს წამოიღებს რა და მაგიტომ რაც არ უნდა ბევრი კონკურენტი ყავდეს შენ ხარ და შენ სხვა რამის გამო გამოგიწერს ადამიანი და თუნდაც იმ რაღაცას რო დაინახავს რაც ხვებში მოწოს რო მე პირველ რიგში უყურებ იმას რომ ვინ რამდენად ბუნებრივი არის რა ეხ ბევრი მინახია კამერასთან იცვლება ან კადრში რაღაც თავისთავი არ მოეწოდა ბლარი დაუდია თან ასე შემდეგ რა და ნუ მე ბუნებრივობას ვაფასებ და მაგიტო ვიწერ ხოლმე და პირველ უმეტესობას ალბათ მაგიტო არის და რაც არ უნდა კონკურენტი ყავდეს კონკურენტი არ კოლეგა ესე დავარქვათ რაც არ უნდა კოლეგიალური იყოს სფერო შენ მაინც წამოწევ შენ თავს წინ რა პირიქით მისაბაძი ადამიანი თუ არ ყავს უფრო გაგიჭირდებოდა რომ აი რა თქმა უნდა მოტივაციას აიღებ მაგით მე ეგრე უყურებ თან ეხლა მთლიანად ეხო სფეროა რა ეხლა ამ შემთხვევაში YouTube-იც სფეროა რა როგორც შეიძლება იყოს რაღაცა development-ის სფერო რა IT-ის სფერო რაღაცა და ნუ რაღაც აქ ეგეთ დინამიკაში რომ ერთიანად რო იზრდება ნუ მე ერთმანეთს ზრდით რა გინდა არ გინდა ეგ არის ძალიან რა ხო ხვდები აი თუნდაც ეხლა იმიტომ როგორც YouTube-ის სფერო რა თქვა מחარა სანამ არ დაიწყებდა რაღაც აქტიურად რაღაცებს არ არსებობდა ხო რაღაც COVID-ის დროს დაიბადა ეს სფერო საქართველოში ყოველ შემთხვევაში ხარ ამერიკის ბაზარზე ჩვენ ბაზარზე სადღაც დაიბადა მაგ დროს როგორც ბევრი სხვა სფერო რა ამ შემთხვევაში რავი თუნდაც IT მარტო დეველოპმენტის მართულება ძალიან მაგ დროს გახდა პოპულარული იმიტომ რომ მივხვდით რომ თურმე ძალიან ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ იმიტომ რომ რავი დაგჭირდა და გადავა ვერ გავდივართ გარეთ და აღარ გვაქვს სოციალიზაცია და რაღაც უფრო მაგ დროს რომ უბრალოდ რაღაც სელფის რაღაც ხუმრობა დაგედო რაღაც ტრენდები იყო ემოჯებს აყოლებდნენ ხელებს ასე შემდეგ დღემდე რამდენი ის მიმხვდება რომ მე მივდივარ ჩემს ცუდ სამსახურში რადგან 2 წელს არ დავიწყე TikTok-ერო რა გარი რა ხო ხდები რა რომ აი მართლა მე და ჩემი მეგობარი ვხუმრობდით მე დავიწყე
კოდეის ატვირთვა წელიწადია დაახლოებით, ხო ხდება აქტიურად რაც პოსტავარი წელიწადი რა, ანუ 2025-ში დავიწყე ესე გამოდის რა. ხო და ანუ 20-20-ში მე და ჩემი მეგობარი ვღადაობდით, რომ წამო მაგარი აი პროსტა ხუმრობდით, რომ წამო ხორს დავაჟდეთ და ფაქტი ზოგადად ნახვები გვექნება და დღეს საბა მეორე ვარ ნეტა მართლა მეკნა შეჩემაურა მილიონ ნახვაზე ავიდო და მინიმუმ იმ დროს ყველა ინტერნეტში იყო რა აი დაჟე როგორ თქვა უფროსი თაობაც ჩვენზე უფროსებიც ყველა ერთიანად ტელეფონში ჩაერთო ისწავლეს სხვა შორის მე მაგ ძალიან გონია რომ რამდენადაც ჯერზი მოიხმარს ხო სოციალურ მედიას TikTok-ს იმდენად მოიხმარს ჯენიქსი ანუ მილენიალებზე არ ვამბობ მილენიალები უფრო დასაქმებული ტიპები არიან და შედარებით ანუ ბევრი საქმე გაქვს ხო ხდები და ნუ რაღაც მაგამბავში უფრო მეტად ვერ მოიხმარ იმიტომ რომ მე ხა ბევრი კორპორატიული ტიპი ვიცი რომელიც YouTube-ს უფრო ნაკლებად უყურებს მაგალითად ვიდრე სხვებისას უფრო მეტი დრო აქვს რა და აი არიან ტიპები აი დიდი ადამიანები რომლებიც ძალიან დიდი სიხშირით მოიხმარენ სოციალურ მედიას ეგეც ამოღამებული მაქვს იმართლა რომ გითხრა რამდენადაც თქვა ჯენ ალფა შეიძლება მოიხმარდეს რომელიც პატარები არიან ძალიან ამ შემთხვევაში რა ხო რომ მეც მინახია აი ჩემი მაგაცის ბებია დღემდე რაღაცა ბავშვაში რომ მიდიოდი კომპიუტერზე ხვდებოდა და კაუნტერს რაღაცებს ამაშობდა ჩარჩენილი მაქვს ეგრო დღემდე აი აიპადში და რაღაცა სუხმარობს რა იმიტომ რომ ეგ უკვე შენ თავს რამდენად საზღვარსაც დაუწესები იქ წდება რა თუ იტყვი რომ მე შემიძლია რომ გავაკეთო რა უნდა ამას ყველა გააკეთებს რა ანუ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა მოდი ეხლა გადავიდეთ შენს ერთი ბილეთით მოგზაურობაზე რა პირველ რიგში მაინტერესებს ოჯახს უთხარი თუ მერე გააგებინე და როგორ შევხვდნენ მაგ ამბავს რომ ეხლა ჩემი განმოსახედიდან ძალიან რთული ასახსნელი იქნებოდა რომ ვთქვა რომ აი ეხლა მე მივდივარ და გაურკვეველი ვადით მივდივარ იმიტომ არ ვიცი როდისა ვარ რეალურად იმ ზღვარზე 50000 გამოწერი იყო ხო ეხლა რაღაც ზღვარზე სულ რო ვის იყო საქვე 5000-ით მეტი გამოწერი გინდოდა შეიძლება რა ვიცი გაიწეროს რა ვერავინ ვერ იტყვის ხალხი როდის გამოგიწერს და აი გაურკვეველი ვადით წასვლა ძალიან ისეთ ჯერ გამბედაობა უნდა მაგას რომ უცხო ქვეყანაში მიდიხარ ერთი ბილეთით და არ იცი ვადა და იქ გასაგებია რომ არსებობს ონლაინ სამსახურები და რაღაც ფრილანსინგი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რთული არის რა. პირველ რიგში ოჯახი როგორ შეხვდა და იქ რა სირთულეებს წააწყდი? ოჯახი ესეთია რთულია ხო იცის ოჯახი არის ხოლმე ყოველთვის რაღაც ტორბუზი რაღაც მომენტში რომ აი გეკაჩებიან მისკენ რა და ჩემებს აქვს დედა მამა ძალიან მიყვარხართ ორივე აქედან მინდა რომ გითხრათ ხო და ანუ ძალიან აქვს რა ჩემებს ეგამბავი რომ სულ აი ბავშვობაში ქონდათ რომ ეს belonging რო აქვს რა შენზე რომ აი მისი ხარ და არ უნდა რომ გამოგიშვარ მაგრამ რაც უფრო გავიზარდე და ნუ როგორ გითხრა ანუ ალბათ ეგ არის იმის ამბავი რომ იმდენად ბევრი რაღაც გამოვიარეთ ცხოვრებაში იმდენი ბევრი რაღაც სირთულეს კარგი ხო ხტები გავაკეთე რომ ძალიან მენდობიან უკვე რა ეგ თემა აქვს რომ აი ჯერაც რომ სადაც არ უნდა ვიყო გამომივა ხო ხტები რა რაღაცა იმიტომ რომ ბევრჯერ გამერისკია ბევრი სისწრაფეს გამეკეთებია და ბევრი კარგი რაღაც გამეკეთებია რაც საბოლოო ჯამში შედგა ის აჩი რომელიც ეხა აქ არის რა და აი მაგ მიმართულებით აქვს რა ეგ ჩემი ნდობა რომ ვიცია რომ სადაც არ უნდა მოხვდე რაღაცას ვიზავ და ხო ხტები რა რომ გამომივა რა საბოლოო მე თვითონ მაქვს რა ჩემ თავში მაგის წმენა ანუ ალბათ გძნობ ეგ მე თვითონ მკითხავ რაღაცეები არის რაც იგრძნობა რა უბრალოდ ანუ მე იმდენად მაქვს ეგ ამბავი რომ სიამოვნოს პირველ რიგში მოგზაურობა და აი ეს სტაბილურობა ხო არის აქით ამ ხარეს რა რაღაც ეს სტაბილურობა და მე მაქვს რომ პირიქით რაღაცა ახალი გამოწვევები რა იმდენად მომწონს ეგ ახალი გამოწვევები ხშირად რომ ალბათ მეტყობა რომ უბრალოდ თავს უფრო ლაღად გძნობ მაგ ახალ გამოწვევებში ვიდრე აი ეს რაღაც სტაბილურობაში რომელიც ბევრ კორპორატიულ სამსახურში მქონია იმიტომ რომ სანამ მე YouTube-ზე გადმოვიდოდი ბევრგან მიმუშავია რა ბევრ კარგ კორპორაციაში მიმუშავია კარგშიც ხო ბანკშიც მიმუშავია საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვიყავი ლექტორად მიმუშავია უნივერსიტეტში სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით ლექტორი ვიყავი და ალბათ ყველაზე ერთ-ერთი კარგი სამსახური ეგ იყო რომელსაც მიმუშავია იმიტომ რომ მან მიყვარს ძალიან ცოტნის გაზიარება სამართლად რა გითხრა და აი ბავშვებში მიყვარს ბავშვებში ძახი ხპატარები არიან 28 წლის ვარ და 29 წლის ბავშვები ყავს ხოლმე ზირითად რაღაც მეორე მესამე კურსი რომ აი რაღაც აი თვალებში რომ უყურებ რომ რაღაც ახალს იგები და რომ მოწონს აი რაღაცნაირად მე ვგზავ მაგ დროს ბედნიერებას რა არ მომწონს ეგ პროცესი თავიდან ბოლომდე რომ ვიღასაც ცოდნას უზიარ თან ღირებულს აძლევ მაგით ხო მე თვითონ ვგზნობ რომ რაღაც კარგს ვაკეთებ ხო ხტები აი სოციალური მედიის კეთებას ალბათ მაგიტომ დავიწყე რომ ანუ თქვა მარტო რომ მოგზაურ და ხშირად გიწევს მარტო მოგზაურობა იმიტომ რომ ყველას თავის ცხოვრება განსაკუთრებულსა იზრდები. ხო იცი ეგრე ხდება. რაღაც ყველა იმას ცოლი ყავს, იმას შვილი, იმას არცალია, იმის გამო ვერ მოდის, სამსახური არ უშვებს, რავი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მილიონი რაღაც არის რა. და მე რასო მქონდა რომ მე უფრო მეტად მინდოდა რომ მე მოგზაურო, ვიდრე ყველა ჩემ მეგობარს საბოლოო ჯამში.
მაგრამ ნუ ვერ ვახერხებდი ახლა, იმიტომ რომ ფინანსურად არ მქონდა მაგის საშუალება, რა თქმა უნდა, სამსახური დავიწყე, რაღაც პირველი ხელფასი რო ავიღე, იყო რაღაც 100 ლარი და ნუ ხო ხვდები რა, ყველა სადღაც ბაქიდან ვიწყებთ ესე მგონია ადამიანები და მე ძალიან მომწონს ეგ ჩემი ხელფასი ბოდიში შეგეწყვეტე, მეც მქონდა ას იმპორტში ვიყავი 17 წლის ამ დავიწყე პირველად სამსახური და მქონდა $100 ოღონდ. ის გამოდიოდა 300 ლარამდე, მაგრამ მუშაობდი კვირაში 6 დღე, დილინა საღამომდე ოფისში, ხანდახან მე-7 დღეს და ესე თვეში 300 ლარი არაფერი არ არის. და უყურებდი ვისაც ვეხმარებოდი, ისოულობდა რა ვიცი 6,000-7,000 ჩემი გაგა. მაგრამ ეგეც გეხმარება მე რაღაც მომენტში რომ მიხვდე რომ იცი რა მეტი სამსახურები მეტი შეგიძლია, იმიტომ რომ გააქვს რა მაგის სკილები და შეგიძლია რომ გამოგივიდეს და ნუ მე რადგან ეგეთ ბევრი გამოცდილება მქონდა ცხოვრებაში, ჩემი მშობლებიც ესე იყვნენ რომ ოკეი, წადი, რავი, როცა მოხდება, იმიტომ რომ მეც ახლა 10 წელია მარტო ცხოვრობ, რეალურად რა. ანუ მე ქუთაისში და ვარ მეგობრებო წარმოშობით, ვინც არის ეს, ჩემი მშობლები ქუთაისში ცხოვრობენ. და მე დაახლოებით 10 წელიწადია რა თბილისში, ესე რომ ვთქვა, მარტო ცხოვრობ და ნუ ძალიან ისე რომ ვთქვა, თავისუფლად ვარ მაგამ ბავშვი და ცხოვრების სტილი ძალიან ისეთი მაქვს, რომ არ ვარ სხვაზე დამოკიდებული და ჩემ თავზე ვარ თლიან დამოკიდებული პატარაობიდან ესე რომ ვთქვა რა, ეგ ამბავი მაქვს. და იქით ყოფნა თავიდან სხვა შორის მიჭირდა რაღაც მომენტში რომ მეთქი აი დავიღალებ კონექტორი იღლები რა იმიტომ რომ მარტო იღებ მარტო ამონტაჟებ გეგმავ მარტო გეგმავ რისერჩს მარტო აკეთებ ბუკინგს მარტო აკეთებ ბილეთები შემოდა ნახო პასპორტი არ დაკარგო კამერა გადაღება ანუ მილიონი რაღაცა რაც მაგაზე ვამბობდით კადრში ჩანს რომ ვაუ რა კარგია მოგზაურობა ასწორებს ხო ხტები რა მეორე აქვს რომ აი გააქვს დღეები რომ აი უბრალოდ კიდე რომ დაждდე და არაფერი აღარ გააკეთო იმიტომ რომ მაგრამ შეუძლებელია ეგ დღეს ვერ ნახავ ანუ ეგ დღე თუ გაქვს რავი რა გაქვს იმიტომ რომ სადღაც მირბიხარ ისევ ახალ ლოკაციაზე რომ გადაიღო გააკეთო დაამონტაჟო და ასე შემდეგ რა დაგეგმილი გაქვს და უნდა გავყვე მაგას რაც მარტო არ მქონდა სხვა შორის აი მე რო წავედი აი ნული გეგმა მქონდა აი უბრალოდ მაშინ გიგი არის ჩემი ძალიან ესეთი კარგი მეგობარია და დიდი ხანი არა სხვა შორის ყველას გონია რომ რაღაც ბავშვობის მეგობრები ვართ 2 წელია რაც ვისაუბრე რეალურად შემთხვევით გავიცანი ლაშქრობის დროს მე მარტო მოგზაურობდი კონდატის გარეშე თუშეთში და იქ გავიცანი და რო ჩავედი მოკლედ მაგას მერე თუ გინდა მიუბრუნდეთ მაგ ჩვენი მეგობრობის თემას ტაილანდში ჩავედი უბრალოდ ვწოდე რომ მივდიოდი ფუკეტზე მორჩა ანუ იმის იქით და ერთი ვიდეო ვიცოდი რომ მაგერთ ვიდეოს ვიღებდი რა და მე ვთქვი რომ მოდი სადაც გული წამიყვანს ხო იქ წავალ თქო რა ანუ ეგეთ თემა იყო ხო და ეგ უბრალოდ რთული არის რომ მოტივაცია იპოვო აი რო იცი რომ შემიძლია მე ეგაც გადავიღო ვიდეო და დღეს რატო ავდგე რომ მოვასწრე მაგრამ აი საჭირო არის რა აი დაღლილზე რომ ისევ რა ვიცი სასტუმროში ჰოსტესი სადაც იქნებოდი რო არ გაჩერებული იყავი აი მაგის მოტივაციის პოვნა შენ თავში რამდენად გიჭირდა ხოლმე ეგ ეგ მაგ მე რაღაცნაირად ეგეთი ტიპი ვარ რომ აი თუ გადის დღე ისე რომ რაღაცას არ ვაკეთებ პროდუქტიულად სუდად გზნობ ხოლმე თავს ანუ უნდა ვუთხრა ჩემს თავს რომ აი დღეს რაღაც გავაკეთე ხო ხვდები რომელიც მე უკეთეს ტიპად მაქცევს რა და ანუ მაგას თუ არ ვაკეთებ იმდენად სუდად გზნობ თავს რომ ეგ მეხმარება საბოლოო ჯამში იმაში რომ სულ რაღაც ახალი გავაკეთო რა ანუ მჭირდება ეგ რომ რაღაც შენ თავში ვიმოძრაო რა ანუ აი მოძრაობა მჭირდება ხო ხვდები რომ რაღაცა აი ახალი ნაბიჯი გადავდგა ახალი რაღაც გავაკეთო რა და განსაკუთრებით მოგზაურობის დროს აი არიან მოგზაურები ადამიანები უბრალოდ ვიცნობ რომელსაც შეუძლიათ რომ აი ოთახში დაждდნენ და დაისვენოთ. მე ვერ ვისვენებ, სუდად ხვდები, მაგრამ აი როგორ შეგიძლია რომ ვერ ხვდები რომ ახალ ქვეყანაში ჩავიხარ, მილიონი რაღაც არის გარეთ, რავი, ახალი ადამიანები, საკვები, რომ გასინჯო ხო ხვდები ახალი, რავი, ადგილები და შენ ზიხარ ოთახში, ანუ რანაირად ზიხარ ოთახში. ხო, მაგრამ მაგას ხო ამ ეს სიტყვაზე გახვედი 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და გიწევს მე-4 დღესაც იგივე ადგილზე გაჩერება, იგივე ქვეყანაში, იგივე სასტუმროში და თავში ხო უნდა იპოვო ის მოტივაცია, რომ ეხა მე არ დავჯდები, აქ არ ვიწვევი, რაღაც არ დავისვევი და რა მოვიფიქრო, ახალი რა გავაკეთო. კარბი ხარ ახალ ადგილას. არ უცებ პასტიკეთს იღებ ხო ხდები და ეგ მქონდა, სულ ძვირს ვიხდიდი, იმიტომ რომ წინა საღამოს გეგმავდი ხოლმე. დღეს ვართ, აი მქონდა ესე მალაიზიაში წავედი, ეგრე ტაილანდიდან, რომ ტაილანდი და მეთქი всё მორჩა. აქ აღარ მინდა და ვიყიდე ბილეთი $60 ყიდე, იქ ძალიან იაფია რა ზოგადად. ანუ ბაქხრივ აზია საოცარი ადგილია, განსაკუთრებით სამხრეთ, ესე რომ ვთქვა, აღმოსავლეთ აზია, რომ ძალიან იაფია ზოგადად ბევრი რაღაცების კეთება და წავედი მალაიზიაში, ყველაზე ესეთი სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ორივე ვიდეო რომ ეს მალაიზიაში დავდე, ორივე ძალიან ესეთი გიჟი ნახვები აქვს და რაღაც 200 სურთხავს ორივე დაახლოებით უკვე რა და მანდ იყო რომ რაღაცა აი შინაგან შენ თავი გეტყვის რომ წამოეხა წავიდეთ მალაიზიაში და უბრალოდ წავედი რა ანუ ეგ თემა მქონდა ეგ ძალიან კაია რომ მასე უყურებდი რა სირთულეები ქონდა ამ ერთ ბილეთით მოგზაურობას აი
ხო არსებობს ყველაფერი რაც კადრში ჩანს, აი როგორც დეველოპმენტი არის ფრონტენდი და ბექენდი რა, კადრში ჩანს და კადრს მიღმა რა სირთულეები ქონდა, რაც ნუ კადრში ვერ უნდა გამოაჩინო, იმიტომ რომ ეხ რაც არ უნდა სირთულე იყოს და ის ხო მაყურებლამდე არ უნდა მივიყვანო, იმიტომ რომ თავის დროს გითხოვენ და იმას კაი ხასიათი უნდა დაანახო და კარგი მომენტები უნდა ამოჭრო უბრალოდ და კადრს მიღმა რა სირთულე შეგხვდა ისეთი რამაც, რავი, თუ იყო რამე საერთოდ რამაც გაფიქრებიან რომ აუ ხა რა ოქნა. ძირითადად არის ანუ მარტივი სირთულე რაც შეიძლება ერთი ბილეთი მოგზაურობას ხონდეს არის ისე რომ კითხებიან უკანაც ბილეთი გააქვს აეროპორტში. და შენეუნები რომ კი. და თუ გეუნებიან რომ განახე კარგი თქო უნდა უთხრა და არ უნდა ანახო. ანუ თავად იყო კონფიდენტ რა აეროპორტში მქონია რომ ანუ კი განახე მეუნები რა და მე არ ვიცი არასდროს მინახებინა ხო ხდები და კის მეუნები თავდაჯერებულად კი მაქვს მეუნები ხოლმე რომ არ ვიცი არ უკითხიათ მაგრამ რომ კითხო ნუ შეიძლება პრობლემები შეგექმნას ხო ხდები რომ რაღაც უნდა აუხსნა რომ მოგზაური ხარ იუთუბერი ხარ ნუ მე მაქვს ხა ეგ რომ და ანახო ხო ხდები ნუ არ ვიცი შეიძლება საბოლოო ჯამში ალბათ მან შეგიშვებენ მაგრამ მქონია რა ეგ სირთული აქვს და სულ მაინც ღელავ აი აეროპორტში რა ხარ რომ აბა ეხა და ვინ შეგხვდება რა ხასიათზე იქნება მაგაზე ხარ ძალიან არის მაგაზე დამოკიდებულია ნუ ეგ არის ძალიან ისეთი მარტივი თემა რაც შეიძლება ერთი ბილეთი მოგზაურობას კონდეს ნუ მეორე არის ის რომ რაღაც თუ მაგას მიჩოული არ ხარ რაღაც სტაბილურობას შეყვარებული ტიპი ხარ ანუ ძალიან რთულია რომ ეგ გაკეთო რა იმდენად შორს ხარ შენი კომფორტის ზონისგან მაგ დროს ანუ მეც კი შორს ვიყავი და ყოველ დღე რო ახალ ადგილას რჩები მოიღე ჩანთა ჩადე წადი ხო ხდები რაღაც გადაადგილდი ძალიან რთულია რა ანუ არ არის მარტივი რამდენადაც სიამონებას იღებ მაგით თუ ეგეთი ტიპი არ ხარ მე ანუ არ ვურჩევ არავის ეგეთი ტიპის მოგზაურობას ვინც ძალიან სტაბილურობაზე შეყვარებული ტიპია ვინც რაღაც ვისაც ჭირდება რომ და მესმის ადამიანებს ვისაც ეგ ჭირდება რომ რაღაც სტაბილურად კონდეს დაგეგმილი კონდეს ყველაფერი გაწერილი და ანუ მე მქონია რომ ჩავსვლა ვარ და 5 წუთად არის დამიჯავშნია ჰოსტელი რა ანუ იქ მეთქი აი ჩავალ მე ვიზავ თქო რა ეგეთი რაღაც მიქნია ხო ხდები რომ აი მაგას უფრო ის აქვს რა ცხოვრებისეული გამოცდილება მოაქვს იმიტომ რომ სირთულეებს რაც უფრო მეჯერ შეხვდები ცხოვრებაში მით უფრო გადალახავ რა უბრალოდ ეგ არის რომ შეიძლება იგი ფიქრო რომ ეხა მე რო ჩავიდე იქ სირთულე რო წარმოგექმნება ერთხელ რო არ ჯავშნი წინასწარ დაჯავშნო რა მაგრამ მაგაშიც არის პრობლემა რომ სიტყვაზე მე მომსვლია ჩავსვლა და არასწორი სასტუმრო დამიჯავშნია რა არასწორი იმიტომ რომ ფეიქ ის იყო რა აკაუნტი ხო ვეღარ მივწერე ვერაფერი ვერ ვქენი და დავსკამეს მარტივად რო ჩამოგეჭრაფული კი გადაურიცხე პირად ანგარიშს ძალიან მე შენ ძალიან ხო ნუ იმდენი არ იყო რომ ბესახით მომთხოვეს და ძალიან ისე 50 ლარამდე უწევდა რა ჩვენი სახით და გადაურიცხე ჩავედი და აი მოვედი თქო და აღარავინ აღარ პასუხობდა რა ბათუმში მომივიდე ეგრე ლამის მართლა არ გადამერიცხე პროსტა ანუ ხო რაღაც ანუ ხო ხტები უბრალოდ ერთი დღე მიწევდა ბათუმში დარჩენილიყავი და დავჯავშნე რა ორბი რო არის ეს ხო მართლა გაითვალისწინეთ მეგობრებო და არ დავკვირები ვარ რა იმ მომენტში ძალიან დაღლილი ვიყავი და ანუ მეთქი ახლა ბათუმში უნდა დამსკამოს ხოლმე ხარ რა იქნება მაგ და დავაჭირე რა ხელი და მე დავაკვირდი რომ ერთი აქვს რა შეფასება თურმე და მე 10 მეგონა როგორც ერთი ნული რო ეწერა მეთქი 10 აქვს და დავაჭირე ხელი და ფული არ ჩავამეჭრა, მაგრამ ნუ არ არსებობდა რა ფიზიკურად ეგეთი ადგილი ხო ხტები რა და ნუ მე ჩალიჩო რომ თავიდან დამეჯავშე და რაღაცა და გაუბრაზდი უბრალოდ რომ ბათუმში რომ ეგ ხდება, მე რო ქართველს მომწონდა და დასასვენებლად რომ მიდიხარ შენ ქვეყანაში და ხო რაღაცა აი რაღაც ეგეთ სისოელეზე რომ გატყუებენ ძალიან გაუბრაზდი მაგაზე მაგამ პაუზე რა მე იქ საპორტს მივწერე და რაღაც რატო აშლით მეთქი ამ აკაუნტებს თქო რა ანუ საერთოდ თქო რა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ბუკინგზე კარგი შეფასება მაქვს, ითვალისწინებენ ჩემას და მეთქი აუ წაშალეთ ეს აკაუნტები. ზოგადად ეს კამინგი ისე მომრავლდა, რომ ვერ მიხვდები, ყველგან აკეთებენ. მე სიტყვაზე საიტებს რო აკეთებ, ხ მესიჯი მოდის ხოლმე, რომ წინაზე მომივიდა ჰოსტის ფული გადასახდელიო და მოდის საერთოდ სხვა მემინდა რა, იმეილიდან, როგორც ოფიციალური იმეილზე მომდის. მივწერე და არის ერთს იმაში ასოში განსხვავება ხა პროვაიდერს არ ვიტყვი, მაგრამ ერთს ასოში იყო, როგორც როგორ იცი, ვერ დააკვირდებოდი რა, ისე იყო რა, აი ამოჭრა ხო არის და ორი ეწერა ამას რა, აი ძალიან ძნელია როცა უყურებ, 1-100 როცა არის მიმატებული. მე თქო და ეგრე ბოლოს უწერეს იმიდან რა ქვია. PayPal-დან ვითომ. PayPal-ზეო რაღაცაა და დავაკვირდი ხო ხტები და მეთქი აი ეს შანსი არა PayPal-ი რო იყოს აი რაღაცა ძალიან ფეიქი იყო ეთყობოდა და მაინც მე ჩავუგდე ჯები და ის ვანახე რომ მეთქი ეს ხო ფეიქია უეჭველი ხო კიკიო ეს ფეიქი არის აუცილებლად და არ გახსნა არაფერი აბათი ბაწერი ხო ლინკზე არ უნდა გადახვიდე და იმის თქვა მინდა რომ ეს იმდენად არის მომრავლებული რომ ეს სოციქსელებში აარიდებ თავს
მაგრამ როცა უცხო ქვეყანაში მოგზაურობ თან მარტო, მან ხარ საშიშროების წინაშე შეიძლება ვიღაც საერთოდ მოგპაროს, უცებ ხელი დაასტაცოს, გაიქცეს და შენით უნდა უშველო შენ თავს რა და ძალიან დიდ რისკებს მოიცავს რა გასააზრებლად. ბევრი სტრესი აქვს რა მოგზაურობას, მარტო მოგზაურობას გასაკეთებია, რომ არავის იმედი არ გაქვს შენი თავის გარდა რა, რაღაც იქ რამის დაკარგავ, მარტო ხარ, პასპორტს დაკარგავ და საშიშროება. გარი ხოლმე ეს რომ მოგზაურობ და აი კიდე ხოლმე და კაი, всё, ყველაფერი მაქვს რა, ეკთება არის რა. ტაქსიდან რო გადადიხარ და ჯიბეებს რო რამე ხო არ დამივა. ტაილანდში მქონდა რომ დამრჩა რა, კამერა დამრჩა ტუკტუკში. ტუკტუკი არის ხო იცი ეს პატარა. ხო, კი, ვიცი. დილა არის, ჩავედი რაღაც რომელიღაც პროვინციაში, რომ იქ ვიდეო უნდა გადავიღო რაღაც თუ გაქანახი ეს ვირთხის. კი. ვიდეო და ნუ კაროჩე დილა არის რა, ძალიან დილა. ვირთხა იყო, ბოდიში ჩაგეკითხებ თუ ზაზუნა. აი ძალიან რაღაცა როგორ გამოიყურებოდა, იცი? გეგონება იდეაში ზაზუნაც ვირთხა არის, ეხლა მოშინა გეგონება, აი მოშინა ჩვენთან რო კურდღლებს აშენებენ ან ქათმებს რომ ერეკლავენ, აი ეგრე გამოიყურებოდა, იმდენად ბევრი იყო და მე დავსარჩე კიდევ ასე მომრავლებული არის. იმენა ვირთხა არის, ოღონდ ესეთი გერმოდიფიცირებული სახში გაზდილი ვირთხა. რა ხო ხდები, კარგი. მოშინაურებული. ჩაპისკვილებული ვირთხა იყო, სხვა შორის დიდი იყო, ჩემ მეგობარს მეხუხურები ძაღლი ყავს და იმ ძაღლზე ორ დიდი იყო რაც ყავს, ეს პატარა შპიცი ყავს თუ რაღაცა და იმას დიდი იყო ბევრად და ნუ არა, ადგილზე ვიცი საკმაოდ ესეთი ვირთხა იყო ნამდვილად რო შეხედავდი რა, სხვა რამეს ვერ იფიქრე, მე რა კადრებდი რა, სხვა რამეს რომ იმას გამბიდაობა უნდა მაგას რო სინჯავრო, არ იცი რა შეგხვდებაში, ან შენი ორგანიზმი როგორ აიტანს, ყველაფერს თავი დაანებო. არის რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთია რა არ შევჭამდი სულად მოძნებული რომ ყოფილიყო სიმართლე რო გითხრა. ანუ დავესწარი კიდე სა მომზდების პროცესს, რაღაც იქ და კიდე ეს ტიპი იყო ძალიან გადაობა, თან არის ვინც იყო რა ეს ტიპი. იმენა ხო დამცინოდა თან რა, იმენა მე გადავეპოდა ძალიან ეს ტიპი, რომელიც ამ ვირთხას ამზადებდა და მე ვირთხე ვინც იყო იდეაში რა, ეგ ტიპი და ეგ სხვა შორის ძალიან მოხდილი ტიპია, Facebook-ზე ძალიან ბევრი გამომწერი ყავს და YouTube არხი აქვს თავის და რაღაცა და ნუ იმ რეგიონში ძალიან ისეთია რა, იმიტომ რომ ეს როგორ გითხრა, ჩვენთან როგორც არის საქართველოში რომ მესხეთში ჭამენ მაგალითად ლოკოკინას. ეგრე არის მაგ ეგ რეგიონი ისანი ქვია მაგ რეგიონს და მაგ რეგიონში მოიხმარენ ვირთხის ხორცს რა ესე რა ვთქვა და ნუ მანდ ეს თავარი მე ვირთხი არის სახელი არ მახსოვს მაგბიჭის სიმართლე რო გითხრა ძალიან ისეთია უცნაური გამოცდილება არის როცა უყურებ ადამიანი როცა ჭამს აი ვირთხას და რომ უნდა წარმოიდგინო რომ შე რო იყო ეხა ზოგადად დაგემოვნების თუ ვიდეოების ყურების თავარი სპეციფიკა ეგ არის ჩემთვის რომ რაც ტვინის რაღაც ნახევარს თიშავ და იმ ემოციებს იღებ და სარფენად ატარებ თავისუფალ დროს ესე რო ვთქვა რა და უბრალოდ მე რო ჩაუღრმავდე ეგ ჭირს ხოლმე ბოლოს უღრმავდები ფიქრებს რა რომ ეხა მე რო ყოფილიყავი გაუბედავდი ხო აი გაუბედავდი წარმოიდგინე წინ გასაჯავდი ისე აი სადმე რო ყოფილიყავი ვიეტნამში შემოეთავაზები კი იმ რატო ისე მაქამდე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ზოგადად აი დინარის კიბორჩხალის ჭამ სოფელში რო არის რა მაგრამ ნუ რო შემოთავაზეს როგორ გავსინჯე იცი ხო მანახე უცნაურის კერძია რა ეგ მერთვება რა ლოკოკინაზე აი პირველი ლუკმა ჩავიდე ესე რა ძალიან აი არ მინდოდა რომ მეჭამა მაგრამ სხვა ის გამოცდილებას მოაქვს აი შეგრძნება გაქვს რომ აუ ეს გაუბედე და მაგარია და ჩემი აზრით მე რო დავფიქრდი გავსინჯავდი მაგრამ მე რა მომივიდა და არ ვიცი რა აი მეც გქონდა რა აი მაგას ვამბობ რაღაც ვიღაცა რატო სინჯავ და ანუ ისეც რომ შემოთავაზებინა ვიღაცას კონტენტის გარეთ ეგეთი ტიპი ვარ რა რომ დამაინტერესებდა რა ხო ხდები და გავსინჯავდი უბრალოდ როგორი ხორცი აქვს რა ანუ სადღაც რომ ვიღაცა რომ მოსულიყო და აი მოდი აბა გავსინჯოთ რო ეთქვა ვიცი რომ გავსინჯავდი რა და ნუ მე იყო რომ მოდი მეთქი ვარ ვიდეო ვაქციოთ და ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან ესეთი თვალისთვის ძალიან ცნაურია მართლა რომ აი ამ ხელა რაღაც მონსტრი ვირთხა შენ თვალწინ იკვლება და ესე ვთქვა როგორც ჩვეულებრივ სხვა ხორცს მოიხმარდი ეგრე ესე ვთქვა მოიხმარა ხო და მაგრამ ნუ მაინც გაჩნდა გიჩნდება რომ ეგ თუ ჭამენ და აი ვიღაცას დაჭამე ეგ ცოცხალია მაშინ მეც გადავწევ არა ხო ეგ არის რა თქმა უნდა ანუ მან ჩემთვის ძალიან დაცული იყო სანიტარული რაღაცეები რა ანუ მაგას ძალიან დავაკვირდი მაგ ვიდეოში თუმცა იმიტომ რომ ეგ ვირთხე რავი როგორც თქვა გოჭი იბადება ფერმაში და სამწუხაროდ იქვე თავრებს ცხოვრებას ბოდიში ვეგეტარიანელებო გემრიელია კი რა ვქნათ ეგრე იბადება იმ რაღაც კასში და იქვე ამთავრებს ცხოვრებას რეალურად ანუ არ გადის ანუ განსხვავებით კანალიზაციის ვირთხისგან, რომელიც ყველაფერ უბედურებას ედება და ჭამს, შეიძლება ეს ვირთხა ბევრად უფრო
სუფთა იყოს, ვიდრე ღორი რომელიც გარეთ დარბის, მაგალითად, რომ ღორიც ყველაფერს ჭამს რეალურად, რასაც ნახულობს. აქედან გამომდინარე, ეგ იყო რომ მომზადებული სფერი ძალიან ისე იყო აკურატულად და კარგად და გემოც შესაბამისი ქონდა რო არ მოგატყო, ძალიან გებრიელი იყო. მე ვერ შევჭამე, ბევრი გავსინჯე და რამდენიმე ესე რომ ვთქვა, რასთან გაიგივებდი, აი. ღორის ხორცს გავს ერთი-ერთში. აი, მე ვამბობ ამას ძალიან ესე დარწმუნებით, რომ სუფრაზე რომ დაგიდონ ერთ თეფშზე ღორის და ვირთხის ხორცი, მე რომ ვიხავს ჭამე ოღონდ მაგაზე მიგონები, იმიტომ რომ ვირთხას ბევრგან ამზადებენ აზიაში ძალიან, ვიეტნამში ძალიან დიდი კულტურა არის ვირთხის მომზადების. სანელებლები განაპირობებს გემოს მოიცა სადურგლო. როგორ რას ჭამს ეგ განაპირობებს იმას რომ გითხრა კიდე რა. და ეს რომ ეს მე ვჭამე კონკრეტულად, აი ვერ განასხვავებ ღორის ხორცისგან შანსი არ არის. აი აბაკად შემწვარი ღორი რაც არის რომ ახალ წელს რო კლავენ და ეს უბრალოდ რომ შემოაქვთ ეგ დაჭრილი რომ დაგიდო და ეს გვერდით იმენ ერთი-ერთი ერთი არის. ხო, როგორც გვიან დაიწყე ხო შენ კონტენტის გადახება იმ ხრივ რომ ბევრ ქალაქში იყავ 16 სადღაცა იყავ ნამოგზაურები, რა რაოდენობის ქალაქებში იყავ? მე ვცხოვრობდი ფინეთში, სწავლობდი ფინეთში რა, სანამ ანუ იმაზე მაგისტრატურაზე სწავლობდი ფინეთში. აი იქიდან ძალიან მარტივი იყო ხოლმე ფრენები, რაღაც 10 ევროდ იყო მილანი, 5 ევროდ რამხელა გამოცდილების შანსი ძალიან მარტივი იყო რა მოგზაურობა, ეს ევროპა რო არ გვინდა იმ ხალხის გასაგონად ვამბობ ამას. 10 ევრო ღირს ხალხი ხანდახან მოგზაურობა და ძალიან კარგია. მარტო მაგიტო არის კარგი რომ და ანუ პირველად მქონდა ეგ რომ აი წავედი ფინეთიდან სამოგზაუროდ იქაური რეზიდენს პერმიტი მქონდა, ცხოვრების უფლება მქონდა რა. ხო და ახლა აქ საქართველოს ხომ მიჩვეული ხარ რომ ქუთაისთან რო გადიხარ აეროპორტი და უნდა წაიღო პასპორტი, დედაშენის დაბადების მოწმობა, რომ ნამდვილად ადამიანი რაღაცა კი რომ ჯანმრთელი ხარ, დაზღვევა, რავი ყველაფერი და ესე ხალხი ხო დადის ხოლმე რაღაც დიდი მიტადიან ხოლმე, ჩემოდნებით მიაქვთ ლამის აბოცები რა, რომ ყველაფერი უნდა ქონდეს, არ იცი რას კითხავ. მივედი რა აეროპორტში და დაასკანერე და შევედი მორჩა. ანუ რა მქონდეს პირველად მქონდა ცხოვრებაში ეგ რომ მეთქი ხო არ მატყუებენ რაღაცას. ანუ ვუყურებ აეროპორტში დამსკამეს. ხო რა, ანუ ვუყურებ ახლა ამაზე. მეთქი ანუ რა ამ პასპორტს არ ნახულობ, ან არ მეკითხები. არაო, წადიო რა. აი სადღაც 5 წუთი ისე მქონდა ეგ მომენტი რომ ფრენკი მქონდა რა, იმდენად ვერ გავიაზრე პირველად რომ ეგრევე მოგზაურე. წარმოგიდგენე ის ადამიანი ვისაც შეეკითხე, ის უფრო გაბრებული ხდებოდა რომ რა უშვებდა. პასპორტიც კი არ ნახეს, ხო ხდება ეგრე გავიარე რომ გადიტო შენგენი ვიფრინავდი შიგნით რა და ანუ არ არის ეგ განსთა და ნუ შენგენის ზონა ქვია ხო მგონი. ხო ნუ ევროკავშირის ქვეყნიდან ფინეთიდან ვიფრინავდი ევროკავშირის ქვეყანაში და ანუ არაფერი უბრალოდ გავედი, არაფერი მორჩა. ხო და ეგ იმაზე მივხვდი რომ ეს კითხვა იმიტომ წამოვიდა რომ კადრს მიღბაც შევჭამდიო რა და იდეაში ჩვენ ხო კადრში იმას ვაკეთებთ რაც კადრს მიღმა ვართ რა ესე. კი ეგრე არის. მე ბევრგან მქონდა იქანი გამოგზაურები სანამ დავიწყებდი კონტენტის კეთებას და საერთოდ გარეთ მოგზაურობას, როგორც შენ თქვი, რასაც აპირებ და გინდა და წარმატებები მაგამაში, მე ძალიან აქტიურად ვიყავი მოლაშქრე რა, ანუ ძალიან ბევრ წვერვალზე ვარ, ნამყოფ წვერვალზე რა ხო ხდები, ანუ ბევრ წვერვალზე, ტბაზე, უფრო მეტად რაც არის ზემოთ მაღალ მთებში ვარ ნამყოფ მეგობრებთან ერთად და ავტოსტოპით მიმოგზაურია, რავი, კარვითაც ჰაიკინგითაც რავი ყელიწადზეც ვარ ნამყოფი, უძირო ტბაზე ვარ ნამყოფი, ბევრგანა ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარდა ეგ, მაგრამ ნუ მაგას მე კონტენტად არ ვაქცევდი, ეგ იყო რომ რაღაც ჩემს 200 მეგობარს უზიარებდი, ხო ხტები მაგ ამბავს რა. ეგ იყო რომ ნუ იმიტომ რომ მაშინ წარმოვიდგინე რომ კორპორატიული სამყაროსთვის უნდა მიმეცხრა ჩემი თავი და მე რაღაცები რო იზრდები, მე რაღაცები იცვლება, ხო ხტები რა, ანუ რაღაცებზე ფიქრობ და უფრო მეტად ხტები რა არის ის, რაც შენ განიჭებს სიამოვნებას, ან რითაც უკეთესად აქცევ იმ ეკოსისტემას, რომელშიც შენ თან არსებობ ამ შემთხვევაში. ხო რა, ნახე აი მეც ეგრე მაქრო არხის აღწერაში ეგ დავწერე ზუსტად რომ ანუ ადამიანები ერთხელ ცხოვრობთ თქო და აი ამ ცხოვრებას არ უნდა გავფლანგოთ რაღაცა თუნდაც ოფისში ჯდომით თუნდაც ასე შემდეგ უნდა ვაკეთოთ ის რაც გვინდა თქო ამიტომ ჩემ არხზე ეხა არ დაიდება მარტო პოდკასტები ესეც დაიდება იმიტომ რომ როგორც შეთქვი ცოდნის გაზიარება მიყვარსო რო თქვი მე მიყვარს ხალხს რო უსმენ ვინც მაინტერესებს და პირადად ვეკითხები რა ეხა რასაც გეკითხები იმიტომ მოგიწვია რომ არაფერი საერთოდ გათვლა არ მქონდა შევხედე ეს მომწონს ჩემი გამოსა მაგავს ხედავ რომ მინდა რომ უყურო ხოლმე და ბევრი რაღაცა მაინტერესებს და მოდი ხალხსაც ვის დაინტერესებს უყურებს და მოვიწევ იმიტომ რომ მე მაგხრივ უყურებ რომ ეს გაზიარება მიყვარს და აი ლაშქრობას ასე შემდეგ რასაც გავაკეთე ხოლმე ერთი მიმართულება არ მექნება ეგრე უყურებ რომ უბრალოდ ჩემ ცხოვრებაზე დაიდება ვიდეოები რა შეიძლება დღეს პოდკასტი დაიდოს ხვალ დაიდოს რა ვიცი წავიდე რაც გითხარი რა ჯერ არ გავაჟღებ 3 დღით რაღაცაები გავაკეთო რა ლაშქრობა და
ეგ არის რა, უბრალოდ ისე მაქვს თავიდან რომ 30000 გამომწერზე მინდა რაღაც special ვიდეო დავაორგანიზო, ცოტა ისეთი იყოს, რომ აი ადამიანი რო შეხედავს, როგორც სიტყვაზე წარმოუდგენელი იყო, ჩემთვის ძალიან რთული არის ცხენით რაც გააკეთე შენ რა, მარტო ალბათ მეც რაც გავიკეთებია ერთ-ერთი ისეთი. ხო და შენ გააკეთე უბრალოდ როგორ იცი, აი random ვიდეო დადე. მე მაგას special ხასიათს მივცემდი, რომ ანუ ეგეთ ვიდეოები ძალიან ისეთი არის რა, განსაკუთრებული არის და ხასიათს იძენს, ისიც ძალიან სპეციალი იყო ერთი ბილეთით სიარული ხრაზეც ლაპარაკობს და ასე შემდეგ. და რაღაცა ეხლა მოდის კიდე ერთი სპეციალი ამ დღეებში. სპეციალი რა არის ესეთი? ხო, სამგზავროდ რომ მიდიხარ. კი, სამგზავროდ მივდივარ, მამა ჩემი მიყავს დაბადების დღეზე, რომ მანქანა დავიყიდოთ ჰოლანდიაში. და ნუ მთელი ევროპა უნდა გადმოვკვეთოთ და ჩამოვიდეთ უკან საქართველოში რა ეგეთი ვიდეო არის და მამაჩემი არ არის თანამყოფი იქით რა დასავლეთ ევროპაში აქ თან ნამყოფი პოსტსაბჭოთა სივრცეში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნუ ეხლა მაშინ გასაგები კი გასაგებიზების გამო იმიტომ რომ 64 წელს შედაბადებული მამაჩემი მაქინდა გამოვდიდარე და ნუ სულ აინტერესებდა უნდა და ხო ხდება რომ წასულიყო და მეთქი დავაი წავიდეთ ეხლა ამ ერთხელს ხო მე კისრულობ დასვლას ხო და ნახოთ რა გამოვა რა მაქინდან იმიტომ რომ გონია რომ აი ეგეთი ისტორიებიც ძალიან ისეთია რა შეგიძლია ჩაუძდე და რაღაცნაირად უყურო რა რატო იცი აი უფროს ადამიანს ვერ გააკეთებინე ვერ აქცევს სახიობად ესე რო ვთქვა კი არის ხო ეგ აი რასაც განიცდის იმას გადმოცემს რა კაცშიც და ასე შემდეგ და ეგ ძალიან კარგია რა თუნდაც რა თქმა უნდა თუ მსახიობი არ მიყავს რა ეხა მსახიობად ვერ აქცევ ისეთი არის მამა ჩემი არის old school mathematicos ასე რომ ძალიან შორს არის old school mathematicos-ი სახიობისგან და აი მაგ რეალურ ემოციებს რომ მიიღებ ეგ კარგი არის. სხვათა შორის მე მქონია აი მეც გვიან დავიწყე მაგაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეხა რო ვფიქრობ ისეთი რაღაცები მაქვს გაკეთებული კაცს მიხმა ეგ რო გადამეღო. აი ძმაკასთან ერთად წავედი პოლონეთში. ტრაილერი ვიყიდეთ და პოლონეთიდან ბულგარეთამდე ვიარეთ ტრაილერით, რომელიც ერთხელ ტალახს ჩაგვეფლო და იქ დაძინება მოგვიწია, კაბინები ქონდა, დაძინება მოგვიწია 3 საათი, ვცდილობდით რომ ამოგვეთხარა და ტალახიანი გადავიდა გზიდან რომ ამოგივიდა. ეყენა და მოვატრიალებო, იფიქრა ზადნით არ გავალო, დიდი ტრაილერი იყო და ტალახისკენ გადავიდა და ჩაიფლო რა და ვერ ვქენთ მე მეორე დღეს ადგილობრივი მოგვიყვანა და ასე შემდეგ და გვიან დავიწყე, მაგრამ ეხა რო ვფიქრო, წინ კიდე რაც ისეთი იდეები მაქვს, რომ იმ გამოცდილებით გადმოვიდა უფრო კარგ ვიდეოებს და ამის გამო გამოიწერეთ მეგობრებო არხი, დაალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად დამიწერეთ სტუმარი ვინ გინდათ შემდეგი რო იყოს და თქვენ რა კითხვებს დაუსვავდით, აჩის თუ გამომრჩა რამე. კიდე ეხა ბევრი კითხვა იქნება, მაგრამ მაინც წერეთ მე შემოვალ გაგცემთ პასუხებს. ძალიან კარგი. ხო, ეხა კიდე რა მაინტერესებს იცი შენგან ეს ბოლო ვიდეო რაც დადე რა, მაგ მოგზაურობაზე მაინტერესებს რა სელოდი და რა შევხვე, იმიტომ ძალიან მაგ ვიდეოსაც ძალიან კაი ემოციები წამოიღო ჩემკენ რა. 0 ლარით რო ვარ მაგას მოდები? რთული არის ყოველთვის ეხა რაც არ უნდა თქვა რომ გაცვეთილი თემა, რთული არის 0 ლარით უნდა იყო და გადარჩე. ძალიან იყო როგორ გითხრა ანუ აი ეგრეთ თუ გამიჭირდებოდა მაგ ვიდეოს გადაღება არ მეგონა. იმიტომ რომ ნუ რაღაც ხო ხტები შენ თავთან რომ რაღაც გილაპარაკია და გამოგდის და როცა მივსულიყავი და მე მეთქი ვერ მივდივარ ეგ მქონდა რაღაც მომენტში რა აი ძალიან გამიჭირა თავიდან დაწყება ხო ხტები ახლა მანდ არ არის ხო ან მანდ არის ძალიან ბევრი კადრი ამოღებული რამდენი ხანი ვდგავარ იცი აი არის ხოლმე რაღაცა 20 წუთი ესე ვდგავარ და ვერ მივდივარ ვერავის და ამოღებული მაგ რაღაცა ხო მაგას ვერ დაამონტაჟები რა თქმა უნდა ნუ გაქვს რომ კარგი საყურებელი იყოს და ემოცია იყოს ადამიანის და ეგ გინდა რომ ინტერაქცია გქონდეს რა და რთული იყო იმაზე რთული იყო ვიდრე მე წარმომედგინა მაგ ვიდეოს გადაღება და ვაპირებ რომ კიდე გადავიღო ერთხელ რომ ნახო თუ განვითარდი მაგ ვიდეოს მერე უფრო მეტად და თან ეს ზემოთო მაისურიც არ მიცოდა რაღაც ეგრე რომ მინდიხა და მაისურის არ მაგეონები ის ხსნობა რომ უნდა გადალახო ძალიან რთხოვდა რაღაც თავიდან განსაკუთრებით ანუ მქონდა რომ მე ისევ მეთქი ვარ აკარგია რომ ადამიანები თურმე ესეთი კარგები არიან რა ანუ მე გააქ ეგ მომენტი რა რომ მართლა ის ბიჭს დამეხმარა არ საერთოდ რა დათნათი ეკვა თუ ავსტები ან საერთოდ უბრალოდ დამეხმარა ადამიანი რავი მაისური მიყიდა და საჭმაზე წამიყვანა იმიტომ რომ ნუ თხარი რომ ესე დღეს ჩელენჯი მაგთქო რა და სხვა ადამიანებიც ისე დამეხმარნენ რომ აი არ წარმომედგინა რომ ეგრე გამომივიდა და საბოლოო ჯამში ეგრე მარტივად ფიქრობდი რომ მეთქი აი არ გამოვა ეს ვიდეო იმიტომ რომ გამიჭირდება ძალიან და რაღაცა მაგრამ ნუ ახლა არიან იქ ინსპირაციები როგორც ამბობ გადაღებულია გიგისაც მაგალითად ეგეთი ვიდეო და ნუ იქაც ეგრე იყო ვიღაცამ რაღაცა 120 ლარი თუ რაღაც აჩუქა ხო ხტები და აი всё აი 700 ლარი რო გაჩუქა всё გააკუქე იმ დღის ყველა 100 ლარად
აზიაში მეფე ხარ ძმაო ერთი დღე ყველაფერი შეგიძლია რომ აკეთო 120 ლარი кайფული აზიაში კაკოც იყო სადღაცა ქალაქი აღარ მახსოვს ხალხი დასკამა ფაქტიურად რა ფოტოში მაგრამ იგი საერთოდ კაკოს სხვა სპეციფიკა ქონდა საერთოდ რა ანუ კაკო იმენა სქემაო და იქი რაღაცა ის ბიზნესი გააკეთა სკუტერის ტიპი რომ დასქება და რაღაცა ხო კი ეგრე იყო ხო და კაკო იყო ჰოჩიმინში ვიეტნამში რა მაქრო ვიეტნამი კარგი ქვეყანა არის შეგიძლია რომ ორლარად რაღაცეები აკეთო და თან ძალიან შეცაყვარელი ხალხი არა რთული იყო მაგრამ თან ისეთი ჩელენჯია რომ მართლა რომ ჰოპ და ვიღაცა რაღაცეები მოკპაროს ერთ დღეს ხარ უცხოეთში ასაკეთებ აი აკეთებ შეგიძლია რომ გააკეთო რა მოინდომო და გამოსვლადია ყოველ შემთხვევაში ეგ ამბავი რა მაგრამ ხო გეცოდინება უცებ რა შეგიძლია რო ქნა ყველაზე რთული გამოცდილება რა გახსენდება ესე ვიდეოების გადაღებისას ეს ბოლო ვიდეო იყო თუ მანამდე რამე ისეთი გადავხედოთ ახლა ჩემს ვიდეოებს ეხა აქამდე რთული იყო მაინც გეტყვი აი ყველაზე რთული იყო ბანგლადეში ჩემთვის იმიტომ რომ სამ მაგაში წავიდოდი წინა დღით მოვიტეხე ხელი ზუსტად წინა დღით მოვიტეხე ხელი მანქანა დამეჯახა ჩაიბრალი იყო არაფერი მანქანის ბრალი არ იყო სკუტერზე ვიყავი და ნუ ეს ხელი მომწყდა ხო ხვდები და ნუ მეორე დღე არის და უნდა წავიდე ბანგლადეშში მიდიხარ ანუ ხო იმაში ხوار მიდიხარ რაღაცა რომში ხوار მიდიხარ დაკაში ბანგლადეშში და ქალაქში და ნუ ძალიან მტკიოდა ძალიან ისე ხო ხვდები რა ეხა ახალი მოტეხი მეორე დღეს უფრო მტკიოდა რა თქმა უნდა და მესამე დღეს უფრო მტკიოდა იმიტომ თან დაბეჟილობა მქონდა თან მოტეხილობა ყველაფერი და ნუ მანდ რომ აი ცალი ხელით რომ მომიწია ბანგლადეში ერთი კვირა მოგზაურობა იყო ძალიან რთული რა თავის ყველანაირად იმიტომ რომ აი ფრეიზოსაც ხო ხვდები ტკივილ გამოყოჩებელი გჭირდება სულ ტკივილ გამოყოჩებაზე ვიყავი რა და ანუ მანდ მქონდა მენტალურად მეთქი ხა წავიდე თუ არ წავიდე რა სად მიდიხარ რა ხო ალბათ 90%-ზე მეტი ადამიანს იტყოდა რომ არა ძმაო ხო გუშინ ხო რავი ალბათ მაგას იტყოდა რა უმეტესობა რომ გუშინ ხელი მოვიტეხე და ეხა ბანგლადეშში როგორ წავიდე ხვალ რა ეგ თემა იყო და მე მქონდა რომ არა მეთქი მაინც და წავიდე იმიტომ რომ დათქვამი მაქვს ხო და ნუ თან მარჯვენა ხელი იყო ხო და თან დაუცველობის შეგრძნება მაქვს რა ორი ხელი როგა კიდე რამეს იზა ვინმე რამე მოკპაროს გაიკიდე ეგ არის ხო მოტეხილი ხელით ვერც ირბენ არა იდა ნუ მე მაინც სავდექი და ეს მოტეხილი ხელით მეორე დღეს წავედი ბანგლადეშში სამოგზაუროდ და ეგ როგორც მენტალურად ზართული იყო იმიტომ რომ აი მეთქი გამომივა არ გამომივა საერთოდ გადავიღებ რამეს რომ მივდივარ ეგ თემა მქონდა და ნუ მეორე ფიზიკურად და ტკივილს გრძნობდი მთელი მოგზაურობის გარშემო განმავლობაში იმიტომ რომ ნუ ტკიოდა ეხ ფიზიკურად ხელი იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი არ მქონდა კარგ მდგომარეობაში რა მაგ დროს რა მაგას ვიტყვი ესეთ გამოცდილება და ალბათ ნუ ბევრი იყო მაგის გარდა მაგრამ ეს ხო ნუ გამართლებული რისკები არსებობს მაგრამ აი ამ რისკს რომელში გაიყვანდი რომ გართულდეს მე სულელურში სავარაუდო კი ეს არის ის შორი გზიდან ვიძახდი ეს არის ძალიან სულელური რაღაცაც და უფრო დავარქვათ სიგიჟე უფრო არის იმიტომ რომ ურისკავ ყველაფერს მე ძალიან ბევრი რაღაც გამიკეთები აი რომ მოგიყევი ლავი წამომივარდა და არ მივდიოდი ექიმთან და ხო არა მომივიდა მაგრამ ნუ არის იმ მომენტში რომ შენ თავით უგეტყვისო სოე შეგიძლია საზღვრებს თუ არ უწესებ ეგ ან ორი უკიდურესობა არის ან ზოგ შემთხვევაში კარგი შედეგამდე მიგიყვანს ან ცუდამდე და უშუალედური არა გაქვს ხო რა ვერ ბანგლადეშს გაამართლა ძალიან კაი ნახვები ქონდა და ძალიან კაი გამოხვაურება და თან ბანგლადეში არის ქვეყანა რომელზეც აი ხო ხტები მოგზაური რო ხარ და ახლა აი მოგზაური ვარ რო ამბობ და სათხარ ნამყოფი და ყველასა სულ ადგილას რავი რუმინეთში რო ხარ ნამყოფი არანაირი მოგზაური ხარ რა ეგ თემა ხო საქართველოს გარდა რა ქვეყნებშიც ხარ ნამყოფი რა საქართველოს გარდა რო შეგეძლოს არჩევა სად გააგრძელებდი ცხოვრებას დაიბადებოდი ან გააგრძელებდი აი წახვიდოდი რომელს აირჩევდი ეს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული რომელი სამოგზაუროდ დავბრუნდებოდი ირანში აუცილებლად იმიტომ რომ ირანი იყო რავი ანუ ვერ ვნახე მაინც ბოლომდე ძალიან დიდია და ძალიან მაგარია ირანი და აი არ ვიცხოვრობდი არასოდეს ირანში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხო ხვდები ახლა როგორ სიტუაცია მაგრამ აი სამოგზაუროდ ირანი მგონია რომ არის ერთ-ერთი ტოპი სადაც ადამიანი მოგზაურდა წავიდეს და ანუ მიდლ ისტი თუ არ გისწორდება მოგზაურს რავი აბა რა გისწორდება ეგრე მგონია საცხოვრებლად ვიეტნამი შემიყვარდა ძალიან ანუ ბევრი პლუსი აქვს ვიეტნამსა ჩემთვის საპირისპიროდ რა პირველი არის ის რომ ძალიან ფრენდლია, ანუ სახლში გზნობ თავს, ევროპაში არ გაქვს ეგ რა, ევროპაში სულ ჩათრეული ხარ იმათთვის და ძალიან ანუ მაგი მართულებით კორუფციაც არის ევროპაში ძალიან კორუფციაც არის, ანუ მიმღებლობა ნაკლებია რა, სადღაც მაინც სულ სხვაგან ხარ რა ევროპაში რო ხარ და აი აზიაში, აი ვიეტნამში განსაკუთრებით და დანანგი არის ეგეთი ქალაქი, რომელიც აი ზღვისპირა ქალაქია. აი ზღვისპირა ქალაქი? აი სერფინგი მადვისწავლე ეხა ბოლოს ვიდეო კი ნახე ალბათ სერფინგის მადვისწავლე ფინანსურად ძალიან affordable არის ძალიან კარგად შეგიძლია რომ იცხოვრო საკმაოდ ისე ცოტა შემოსავლით
სუკაი ამინდია, სულ ზღვა გაქვს, ყველა კარგად არის, ყველა ბედნიერია, საჭმელი გემრიელია და ბევრი ტურისტია რა და ანუ ის მომენტი არ გაქვს რომ სადღაც სხვაგან ცხოვრობ რა და აი ისე ამრეზით არ გიყურებს ვიღაც გაიგე აი თქვა არ ვიცი საფრანგეთში რო შეიძლება ვიღაცებო ხვდები რომ ის ფრანგია და იქ თავის სახლი და მესმის იმ ფრანგის აბსოლუტურად მესმის და გამართლებულია ეგ სადღაცო ხო რავი შენ ხარ სტუმარი მასთან მაგრამ ეგ ვიეტნამში არ გაქვს რა ვიეტნამში სახლში ხარ რა და ძალიან კარგი მაგიტომ მეგონა რა აი ყველა ქვეყანაზე გვაქვს გაგებული და აი რაღაცა ეგრე ვიცოდი რატომღაც რომ აი მაინც აზიას იტყოდი რა აზიის რომელიმე ქვეყანას რა იმიტომ რომ ვისაც უყურებდი, ყველა მაგას იძახის ხოლმე, რომ აი აზია არის, წინაზე ვარდუსანიძის რაღაც ვიდეოს უყურებდი და ეგეც იძახის, რომ რა ევროპაო, აზია არის და მომირდა რომ დამესერჩა რა და ცხოვრების სტილითაც ძალიან განსხვავდება და ძალიან ისე არის. აი, ბევრად უფრო მგონია, რომ როგორ გითხრა, ევროპაში არის ზოგადად ადამიანებს აქვთ ეგ რომ რაღაცა აი რაღაც ბაბლებში რო ერთიანდები ეგრე მგონია. მე გაქვს რომ მაგ კონტექსტით ცხოვრობ, რომ აი აბა ამაზე არ ვიხუმროთ, არ შეიძლება. ამაზე რაღაც აი სულ რაღაც აი ეს დაძაბულია ტიპი. აი ვინც არიან ეგეთები არიან რა. არა აქვს რაღაც ბევრი კონტექსტი, უფრო chill ცხოვრობ, მარტივად ცხოვრობ, როგორიც ხარ ეგეთი ხარ რა, ეგრე მგონია და ეგ ასწორებს რა, რაღაც აი სიმსუბუქეს გრძნო უფრო მეტად აზიაში და მაგას ბევრი რაღაც უწყობს, ხაზა ამინდიც ეგეთია, კლიმატიც, რავი, ხალხიც, გარემოც ეგეთია რაღაცნაირად რა და მეც მგონია რომ ანუ ადამიანების უმეტესობა რომელსაც აზიის ეშინია ვიღაცა მეუბნება და აი მან საშიში არ არის და არა პირიქით ანუ თქვა იგივე ვიეტნამი იგივე ქვეყნები საერთოდ არის საშიში და სამოგზაუროდ პირიქით მგონია რომ ბევრად ნაკლები კრიმინალის დონე არის ვიდრე ესპანეთში იმიტომ რომ ესპანეთში მოსაპარადმიდან ისევ აზიელები ეგრეა რა რომლებსაც ფული არა აქვთ რეალურად რა და უწევთ რომ ჩავიდნენ და იქ რაღაც იმაიმონ ამ შემთხვევაში მაგრამ აზიაში მოსაპარად არავინ არ მიდის ეგრეა და ნუ კრიმინალის დონე დაბალია იმიტომ რომ ხა ვიეტნამი კომუნისტური სახელმწიფოა იდეაში ეგრე არის ხო ხვდები რა და ნუ საკმაოდ ისეთი კანონები აქვს თუ დაარღვია რაღაცეები არ გაწყობს და დაარღვია ჩინეთი იგივე ჩინეთში დამყოფი ვარ რა ჩინეთში საერთოდ უბრალოდ არის ტექნოლოგიურად რო გადახედო ეხლა მე ნამყოფი არ ვარ მაგაცაც მომიყვა და მეც ვიდეოს უყურებდი და ტექნოლოგიურად რო გადახედო ძალიან წინ არიან რა აი ვერ წარმოვიდგენ მე გავიცანი თუ იქაური ადამიანები ჩინელები ვიღაცები და ნუ მითხრეს რომ ანუ არ სახლის კარსაც ღიაუტოვებს კიდეო რა იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ვინმე შემოვიდეს და მოიპაროს იმიტომ რომ სახლთანაც კი კამერა არის დაყენებული და რომ ვერ მოიპაროსო რა ფაქტობრივად შეუძლებელია არ ვკეტავ თუ სახლის კარსო ისე გამოვდივარ სახლიდან რა არ გვაქვს მაგის ის რომ მაგრამ ნუ მეორე მხარეც არისო the big boss is watching you always აი გამბავია ხო ხტები ანუ სულ გიყურებს ანუ ყველაფერი ეგ უარყოფითია აქ რა ანუ მან არის შენ რომელ სისტემაში ცხოვრება გირჩევნია ანუ კონტროლი ხო ხტები და ტოტალური კონტროლია რომ ანუ არა ანუ და ეგ ძალიან ცუდია რა ანუ მე პირადად მაგას ვერ გავუძლებ ვიცი იმიტომ რომ რო გეშინია იმის ასაც ფიქრობ სადღაც გაქვს ეგ მომენტი რომ ფიქრობ იმაზეც ფიქრობ ეხა ამ ფიქრს ვიღაც ხო არ იგებს და ამის გამო რაღაც არ მოგივიდეს და აი მაგ სტრესში ცხოვრებას ისე ალბათ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობ სადაც თუ გადარჩენაზე ხარ რა ხო ხტები რომ რაღაც უნდა დაიცვა თავი მე ეგრე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში რომ მეც ეგრე ვიქნებოდი იმიტომ რომ და რაღაც ის ჭირს რა ქვია ჩვევას დავარქვევ რაღაცას რო ვაედითებ კომპიუტერის კამერა მიყენია და ანათებს არ გიხურებ ხო წევ ხოლმე არა გვერდზე მივაგდებ ამ შემდეგ ხო წარმოგიდგენია აი მაკდონეზე რომ მიდიხარო სახლში რო ხარ და რავი თუნდაც ვიღაცას რო სექსი აქვს მაგალითად მაგაზე რო ფიქრობ რომ ვიღაცა ხო არ მიყურებს ანუ მაგაზე ცუდი რა უნდა იყოს ხო ხტები რა ხო არ გაკონტროლებენ და რაღაც ნუ კარგია რა ეგ რო ორი უკიდურესობა არის ეგ ვიღაცისთვის ცუდი არის მაგრამ კონტროლისთვის კარგი არის რა იმ კონტროლისთვის არის რომ კრიმინალის დონე უფრო დაბალია მაგრამ მან დაიწყო ის მე აი იგივეს ვამბობ რა ჩვენთან რა აი საქართველოში ყველგან არის რომ შენ რო ტურისტი ხარ შენ პოლიტიკური სიტუაცია ასე თუ ისე კიდია ანუ შენ მაგას ვერ გძნობ ვერ იმიტომ შენ არ გეხება იმიტომ რომ ტურისტი უნდა რა თქმა უნდა ვიეტნამს შეიძლება ვიეტნამელი ადამიანისთვის იქ ცხოვრება სხვანაირი იყოს როგორც თქვა საქართველოში ძალიან ბევრს უყვარს ჩამოსვლა ბევრი შემთხვევაა განსაკუთრებით ბექპეკერები ვინც არიან ახლა დამოგზაურები აქვს საქართველოში და ყველა გიждდება საქართველოზე ღმერთო რა ქვეყანა მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა პოლიტიკური სიტუაცია რომელიც თქვა აქ შეიძლება ლოკალურ ტიპს შეეხოს გინ კრეატორს გინ ბიზნესმენს და შემდგომ არის აზრებს ის და რა თქმა უნდა მესმის იგივე არის ჩემ შემთხვევაში როცა ვიეტნამში მივდივარ რა იმიტომ რომ მე იქაური ის რომ კომუნიზმია ბჭყალებში ხო მე კიდია ერთება იმიტომ რომ მე არ მეხება თავიდან ბოლომდე ამინდი კარგია საოცრად
ანუ რადგან გრძელია ვიეტნამი და ანუ რუკაზე თუ დახედავ ჩრდილოეთი და სამხრეთამდე ძალიან გრძელია, საერთოდ სხვადასხვანაირი ლანდშაფტი აქვს, ზემოთ მთები აქვს, მერე ზღვა, ქვემოთ ჰოჩიმინი ძალიან განვითარებული რაღაცა high development ქალაქია ხო ხტები, ყველაფერი შეგიძლია რომ გამოცადო რა, საჭმელი ძალიან კარგი აქვს. ძალიან მიმღებლები არიან და რატო არა? რავი, მშვენიერი არის, რომ მე ვფიქრობ, რომ იქით დაწელს დაახლოებით 2-3 თვე ვიცხოვრო დანაკში. იმდან მომეწონა. ნუ ანუ ძალიან კარგი საცხოვრებლად ძალიან კარგი ქალაქია და საერთოდ შეიძლება მომავალში მაგაზე გადავიტანო კონტენტი, რომ აი რაღაც ადგილებში ვიცხოვრო და ანუ ეგრე ვაკეთო ეგ კონტენტი, რომ აი ის კი არა ჩავედით ხე ერთი კვირა ვიმოგზაურეთ და გამოვიქეცით და რაღაც გადავიღეთ რა ვიდეო ხო ხტები რა. ხო. შეიძლება მაგითკენ გადავიდე რომ აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც იქაური ამბავი ზუსტად როგორია. დანაკში რომ ვიცხოვრე, ხ დანაკში მე დაახლოებით ერთი თვე ვიყავი რა, იმიტომ ძალიან მომეწონა მაქაურობა და ძალიან დაღლილი ვიყავი რაც იქამდე შევეხეთ, რომ ეს ამდენი სირბილი ლოკაციაზე, ამდენი სტრესი რაღაც და აი ბოლოს გადავ რომ მეთქი აღარ მინდა. მოა დავისვერო. კიდე აი რაღაც დიდი ხნით ვიქირავე რა მან და დავრჩი რაღაც ვიყავი და თან სერფინგს სწავლობდი, თან კონტენტს ვიღებდი და თან რაღაც ლოკალებიც გავიცანი და ძალიან მომეწონა. მაგიტო აი შეიძლება ვიეტნამზე მაგიტო მაგ ეგეთი ხო რომ მათ გაჩერდი და დიდი ხანი გავჩერდი და ვიგრძენი კარგად როგორი chill vibe აქვს რა მაქაურობას და როგორი კარგი არის რომ მან ცხოვრობ, სულ კარგი ამინდია და ასე შემდგომ. ამინდი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით რა გავაკეთო რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხასიათზე, ადამიანზე, ყველაფერზე ძალიან მოქმედებს რა, ანუ წვიმაში ვერც გააკეთებ ფიზიკურად, რამდენი აქტივობა უნდა გააკეთო წვიმაში ვერ იზა, ვერაფერს და მზე მაინც ხასიათზეც კარგად მოქმედებს, სწორად აღნიშნე და თვითონ აქტივობის ხრითაც არ გზღუდავს რა, ბევრ რამეს გააკეთე. განათებას კარგი გაქვს უფრო ბუნებრივად გადაღებები. კონტენტი სიდია ძალიან მაგარია ხა მე მომწონს, იმიტომ რომ ესე სამოგზაურო სხვა არის შეხედა, როგორ გითხრა, მაინც ტურისტის თვალით უყურებ, მაგრამ ცხოვრებისეულად ყოველ დღე ცხოვრებაში სხვადასხვა ისინი გჭდება რა, ამბიციები და ესე მისწრაფებებს დავარქმევ და გამოწვევები, რასაც ისე ტურისტულად რო ჩადიხარ, ვერ გადააწყდები. მანდ არის, ეხლა რაც მჭირდება მაგისთვის, არის რომ გჭირდება სტაბილურად ერთი კარგი სპონსორი, მინიმუმ ერთი კარგი სპონსორი, რომელიც ხო ხტები გაძლევს იმის საშუალებას, რომ იცხოვრო. შენ ახს უკვე აქვს მაგის, როგორ თქვა, თავისუფლად შეუძლია ეგ ქნასო, უკვე კარგი სპონსორმა ჩადოს შენ არხში ინვესტიცია, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ჩავდებდი, ისე იზრდება. წარმოიდგინე ახლა არხს რო აქვს რაღაცა 200,000 ნახო ეგ პოტენციურად უკვე შემდეგი გამოწერები არის, როცა 3 ვიდეოს და 3 ვიდეოს ეგრე ნახვებზე ადის და ველოდები ეს აი გელოდებით მეგობრებო. გამოიწერეთ მეგობრებო აჩის არხი, იმიტომ რომ მადლობა გაიხარეთ. სხვანაირად მაშინ რატო უყურებ რა, ეგ არ მესმის რა. ხო არა ეგ მაგ რო აი ძალიან ისე ვცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში არის მაგ მომენტში რომ ვფიქრობ რომ მეთქი სად არიან კაცო ეს ხალხი რა ფასოა ხალხო ეგ უნდა თქო გამოწერა ხალხს აი ვერ ხვდები მოწოდება უნდა იყოს ისე რომ თუ მოგწონთ გამოიწერეთ რა მაგრამ ხალხს რო არ მოწონდეს მიყოლებით არ უყურებ და რა შევიდეოებს ეგრე და ბევრს უთქვას რომ აი ვერ ვიწერი იმიტომ რომ ტელევიზორში გიყურებ და სხვა შორის ძალიან დიდი მაჩვენებელი მაქვს ტელევიზორის ანალიტიკაში რაც მომაქვს 60% ტელევიზორში მიყურებს ხოლმე რა ვიდეოში ტელევიზორში მაქვს მეც YouTube-ი რო არ მოგათხო ხო მაგას გეუბნები რა იმიტომ რომ აი სამოგზაურო კონტენტს უხდება ტელევიზორში რო უყურო კი და ბევრს უთქვას რომ აი სამოგზაურო რადგან კაი ხარისხია quality კარგია და ну ესე რომ თქვა აი ფილმებით მირჩევენ რომ ტელევიზორში უყურო ვიდრე რაღაც ტელეფონში პატარა ეკრანზე სიტყვაზე პოდკასტებს მე ტელეფონში უსმენ და საცობებში რა თქმა უნდა ეგ ან აი აქ რა ყველა თავის იმას თავის ქცევა აქ რა გადაცემას ეხა პოდკასტი საცობის ხო და ну მაგხრივ დალოცვილია თბილისი ეხა საცობი არ გვიჭირს არსად ხო ხტე ეხა უკვე დღის რომელ მონაკვეთში არ უნდა გახვიდე სულ პოდკასტი ყველა დავხურე ესე ვიტყვი იმიტომ რომ ну რა უნდა ქნა ეხა აქტიურად უყურებ აქ იწერება მე მგონი ეგეც სესია არის რა. სესია? ხო. არ ვიცი ეგ. წამყვანი არის ფსიქოლოგი რა. ეხლა კალატოზიც ყავდათ ბოლო გადაცემაში, მანამდე პოდკასტშიც იყო და მაქედან გადმოუყევი და ძალიან საინტერესო, აი როცა ვიცის ადამიანმა როგორ უნდა მიუდგეს საჭირო კითხოს უსვას ადამიანს, ძალიან საინტერესო პოდკასტია და აი ეგრე აღმოჩენებს რაც უნდა ბევრი პოდკასტი იყოს, ეხლა მიყურებია რაღაცისთვის არ გამომიწერია რა, იმიტომ რომ კონკრეტულად ეგ სტუმარი მაინტერესებდა, მაგრამ ხო, მესმის. ხო, აი წამყვანს რო უყურებ, რო რაღაც აი გულით უდგება ამ საქმეს და აი რაც აინტერესებს იმას ეკითხება და არ ეკითხება რაღაც გაჰაიპებულ თემებს ეგ უკვე ჩემთვის ინტერესი წევს და უკვე ვიწერ ხოლმე და ამიტომ მეგობრებო გამოიწერეთ არხი ეხლა თუ უყურებთ ნუ დაგეზარებათ ერთი კლიკია მარტივად და დაალაიქეთ ვიდეო სულ მოვიწყებოთ დაალაიქეთ ვიდეო თქვა და ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის ეგ ამბავი მე შევნიშნე ჩართულობაში სხვა შორის ძალიან
ეხმარება მეტი ლაიქის მოპოვებაში თურმე იმიტომ რომ ეგეც ავიწყებ და მე შეიძლება subscribe-ს დააჭირო მაგრამ ლაიქს დააჭერე მე ხო ხდები რა ჩემი ვიდეოებს და ჩემი ნიშნავს სადაც ვამბობ იმას მეტი ლაიქი აქვს და როცა არ ვამბობ არა აქვს რა მაგდენი ლაიქი რა ხო იმიტომ რომ უფრო ეხ წარმოიდგინე შენ პროდუქტს და შენ გავიწყდება რა და ვიღაცა რო უყურებს ხო უნდა შეახსენო მე უბრალოდ მაქრო აი subscribe-ს რომ ვამბობ გონია რომ ავტომატურად ლაიქს გულისხმობს და თურმე არ გულისხმობს ეს ავტომატურად ლაიქს სხვა რამეა რა ხო დაუჯეროთ მეგობრებო რა სხვა და ლაიქეთ კიდეს ვიდეო აუცილებლად და აჩის არხით გამოვიწეროთ რა თქმა უნდა აღწერაშიც იქნება და რა ვიცი ყველგან სადაც შეიძლება ამოვანათებთ კიდევაც ვიდეოები ბოდის ეხლა სხვა ვიეტნამიდან დარჩენილი მაქვს კიდე ორი ვიდეო მაქვს ვიეტნამიდან დარჩენილი რომელსაც დავამონტაჟო და როცა ამონტაჟო არ ვიცი იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე დიდი წამება რომ დამონტაჟო და ძალიან რთულია აი ჩვენს კონდა ეხლა სანამ ჩავრთავდით კამერას ვისაუბრეთ მაგაზე რომ მონტაჟის მიმართულება არის ძალიან რთული რა რაღაცა შეიძლება იყო რომ მომონტაჟე მაგრამ შენ ხედვას ვერა და განსაკუთრებით სამოგზაუროში აი ძალიან რთული ეხაც მქონდა ბოლოსო ჩამოვედი 2-3 ტიპთან გასაუბრება მაგრამ ნუ ვერა ვერ დავლაგდით რა ფიზიკურად რაცა უნდა გული დაუდოს ადამიანმა მე ეგრე უყურებ რა რაცა უნდა გული დაუდოს მე თვითონ რო ვაკეთებ ხოლმე ვიდეოს რო შევხედავ რაღაცებს მეც ვცვლი რა მე სხვანაირად უყურებ და თან აი ეს ლიმიტები რაც გითხარი ეგ ცოტა აი ედიტორები ვინც უყურებთ 3 ლიმიტი არის ძალიან ცოტა თან ლიმიტ შეიძლება გაიყვანოს რომ აი რაღაცა პატარა კადრი შეცვალო და ეს უკვე ერთი ლიმიტი არის შეიცვალა კადრიო და აი ფიზიკურად აი ეს გრაფიტი აუმინათი აქვს გამოწერისას უკვე დამზადებული აქვს ეგ მეორე ცვლილება გეტყვის და ვერ ეტევი რა მე მაინც მიწევდა რომ მე ერთი ვიდეო დავამონტაჟებინე ედიტორს და მაინც ჩემით გადავაკეთე გადმოვაკეთე და ასე შემდეგ და მე ეგეთი ველაპარაკება არ მქონია მე თუ გითხავ ეგ არასწორია ეგ არის ძალიან ცოცხალი პროცესი სამუშაო პროცესია რა განსაკუთრებით რამშელობა ხდები შენთანაც ეგრე იქნება ხო ხდები რაღაც მონტაჟს რაღაცა ანუ რაღაცა და ანუ რაღაცა 3 ლიმიტი მე შეუძლებელია ჩემი აზრით რა ანუ იმიტომ რომ იმდენად დიდი მასალაა და იმდენად რაღაცას რო ხედავ მე კიდან კიდე ახალი ისახება აი ბავშვობაში მქონდა რომ მათემატიკის ამოცანას რო ხსნიდი პირდაპირ უნდა რომ პასუხი გამეკო და წერას არ ვიწყებდი რა ხო წერა თუ არ დაიწყე რა სადაც ვარ მიხვედი რაღაც მომენტამდე რა თქვა დისკრიმინანტ თუ არ დაწერე ხო და რაღაც თუ არ გაგი ვერ ამოხსნი რა ფიზიკურად და დაიწყო რო იწყებ მე მიდიხარ რაღაც კონკრეტულ რაღაცამდე რომ კიდე რაღაც შეიძლება შეცვალო მე უფრო კარგი გამოგივიდეს და ეგრეა მონტაჟი ეგრე მგონია რომ რო იწყებ რაღაცას ხედავ ოკეი ხა აქ ეს რა კარგი იქნებოდა და უნდა დაამატო რა კარგი რო იქნებოდა თორე ხა ანუ ისე არ გამოვა კარგი ვიდეო შესაძლოა მან უნდა ჩადო ყველა ვიდეოში მესილობო ჩავდო მთლიანად ყველაფერი რა ჩემს წარმოიდგინე აქ 3 კამერა მაქვს მე და 3 კადრია რა და შენ იმაში იქ დრონის კამერა ამოიღე დრონის კადრი იქ ტელეფონი რაღაც კამერა ბევრია კამერა ხო ბევრია და თავარი არის კიდე აი ყოფილა ეგეთი რა თქმა უნდა ყველას აქვს რომ რაღაც მოვლენა შეიძლება მოხდა მერე ხო და რაღაცა იქამდე ან ქრონოლოგიურად მაგრამ შევა მე გავრიო იმიტომ რომ ვიდეოს ეგრე უფრო მოუხდეს რა ხო ხდები აი რომ ჯერ რავი როგორ გითხრა სადღაც წავედი მუზეუმში და მუზეუმის მერე წავედი ვირთხებთან მაგათ გიგებდა არ მინდა რომ მუზეუმი იყოს პირველი რა იმიტომ ჯერ ეს მირჩევნია რომ იყოს ეს კადრი მირჩენდა რომ გადმოწიო ეს წილა თქო და იმიტომ რომ ეგრე უფრო კარგი ფეისი აქვს ამ შემთხვევაში რა და ანუ ეგრე ვაკეთებ მაგას ამ შემთხვევაში და არა იქიდან რა ისე მაგრამ ეგ შეიძლება ტრექსზე რო ალაგებ მაგ დროს ვერ მიხვდე და მე მიხვდე რომ აი აქიდან უფრო კარგი გადაბმა გამოვა ამ კადრზე ვიდრე პირიქით ვაკეთებდი და ნუ აი მაგის თქვა მინდა რომ ბევრი ვის არსებობს ნიუანსი რაც უნდა გაითვალისწინო მე ხმარ პოდკასტებზე არ მინდოდა ეგრე მქონდა რომ ვეძებდი ედიტორს იმიტომ რომ სააგენტოც როგორც გითხარი მე კითხავ და რას უხდიდი მაინტერესებს ხო და ნუ ერთ ვიდეოში გადავუხადე მე 300 ლარი პოდკასტის ვიდეოში მაგრამ მე უნებოდა რომ გასხვდები სხვა იქნება მაგრამ ნუ სააგენტოს ხრი მინდოდა რა ბარემ აქვე ვიტყვი რომ ვისაც საიტის გაკეთება გინდათ მეგობრებო დიჯიტალსების ეხა ამოვანათებ აქ გადადით ნამუშევრების ნახეთ ასე შემდეგ და ნებისმიერი სირთულის საიტს დაგიმზადებთ მოცემულ ვადაში თან გარანტიასაც ვიძლევთ და უფასო ერთ თვიან ასე ვქვია ტექ სერვისს რა თუ რაღაცა გაუჭირდათ 24 საათის მანძილზე შეუულია საპორტის ხო საპორტის რაზე მინდა იცი გადავიდეთ ეხლა მაგისთვის ვეძებდი ედიტორს უცებ ამას დავასრულებ ამ თემას და 3 ლიმიტს საერთოდ ვერ ჩავჭერ ანუ დასაწყისშივე მომინდა რომ ცუდად გამოჩნდა რა იცი ერთი ხმის ის იყო რომ ძალიან უდნავ იყო აცდენაში რა ხმა მაგრამ ნუ რა წიკები მაქვს ეგ რაღაცებზე და თუ შეიძლება ჩავსვათ აი ერთი ლიმიტიო აქ გრაფიტი მინდა რომ ის გამზადებული მქონდა უკვე ეგეც მე ჩავუგე დაჟე ვიდეო რომ დალაიქები subscribe-ის და ასე შემდეგ არის ყირაკის და ეგ ორი ისა დაედიტებაო და მესამე რა შეუძლებელი ეგრე ანუ ხო და მე მაშინ მე მომიწია ანუ ქონია რომ რავი 40 ის მიმიცია რა ქვია შენიშნავი მიცია მოკლე მონაკვეთზე რა იმიტომ რომ რაღაც აქ ეს მინდა ანუ ძალიან ლოგიკურია ჩემი აზრით რა ეგ ამბობ იმიტომ რომ
იმდენად ცოცხალი პროცესია ეგ მონტაჟი რა. მე საერთოდ თუ დახავთ ამ ვიდეოს მეგობრებო ვეძებ მეც მონტაჟს, რომელიც 3 ლიმიტში არ იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია 3 ლიმიტში რამე აკეთო, იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი არის ეგ პროცესი. არ გვაქვს მანდ ლიმიტები, ვიმეგობროთ, ასე ვქნათ, ესე რომ ვთქვა, და გისტორდებოდეს, ესე მგონია მე პირადად ედიტორს რომ ამონტაჟებ და რაღაც პროდუქტს ქმნი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ ნახვას დებს და ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს. მე ეგრე წარმოვიდგენი ყოველ დღეში თუ არ მოგწონს რომ ამონტაჟებ, რატო ამონტაჟებ მაშინ რა ვიცი ეგეთი. აგრეთვე შემდეგი კითხვები მაგაზეა რომ ფულის გამო საქმე არ უნდა აკეთო. რაღაცა არის შენია, რაღაცა არ არის შენი. ხო და ანუ მე ვიცნობ ეხა ტიპებს რომელსაც აი იმენა მოსწონთ რომ ამონტაჟებენ რა, ანუ უსწორდებათ რომ კაი რაღაც გამოვლინეთ, იმიტომ რომ ეგ ხო ხელოვნებაა ხო საბოლოო ჯამში ხელოვნების რაღაც არ ნიმუშია რომელსაც ანახე რომ აი ნახე რა მაგარი რაღაც გამომივიდა რა და ანუ მაგართულობით ხვდები შე რამდენად კარგი კი ხო და ანუ რა თქმა უნდა დამღლელია მან არ არის ანაზღაურების თებაში რა თქმა უნდა მესმის რომ რა თქმა უნდა ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, იმიტომ რომ რთულია მონტაჟი და არ არის მარტივი, საკმაოდ ბევრი რესურსი უნდა, დამღლელია და კრეატივსაც მოითხოვს და გამძლეობასაც რა ყველაფერთან ერთად, მაგრამ 3 ლიმიტი ხო ძალიან ძნელი. არა, რა 3 ლიმიტი. თან რა უთხარ, ხებთავ ვეღარ გავაგზავნე, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მითხრა, რომ ნამუშევარზე არაფერს არ ვიტყვი, შეიძლება ბევრი ყავს და უღირს რაღაცეები, მანახა და თვითონ პიროვნებასთან რა თქმა უნდა პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მე იმდენად არ ვიცი ხოლმე რო შევხედავ კარს მანდ თავიდან შეიძლება უთხოვ ესეთი მინდა მაგრამ რო შევხედავ მე მანდ მახსენდება რომ მან ხვდები რომ აი აქ ეს მინდა აქ ეს მინდა და ვერ ჩავეტეოდი რა მაგ იმაში რა ქვია ლიმიტში და შემდეგ კითხები მაგაზე მოდის ზუსტად რომ აი დასასრულისკენაც წავიყვანოთ პოდკასტი ესე რომ ხვალინდელი დღის ის არის რა ქვია სენი არსებობს ესე რომ მოდი ამას ხვალ ვიზო აი როგორც ვარჯიშზე ორშაბათის არის მოდი ამას ხვალ გავაკეთებ ზეგ გავაკეთებ გადავდებ აი ეგ როგორ გადადე ეგ სენი და რამ გიბიძგა რომ დაგეწყო ეს გადაღებები იმიტომ რომ მანამდეც 16 ქვეყანაში იყავი ნამყოფი ეგ სენი არის რა თქმა უნდა და ბევრი ადამიანს აქვს რომ რაღაცა და რა თქმა უნდა მეც მაგ დღეები რომ ეგ შემომიტევს ხოლმე და არ ჩაოლებრივი მომენტია მაგრამ ეგ არ უნდა იყოს ესე მგონია რაღაც ყოველდღიურობის ნაწილი შენი რა ანუ უფრო მეტად თუ არ ხარ ის ტიპი რომელიც იტყვის რომ არა ამის დედას ვაწერე დღეს გავაკეთებ და ის ტიპის რომ ხარ აი ხვალ გავაკეთებო არ გამოგივა რა შანსი არ არის და საბოლოო ჯამში ეგ შედეგზე ძალიან აისახება ეგრე მგონია რა ეგ ამბავი და მე მქონდა რომ ბევრი წელი მქონდა რომ აი მეთქი ხო ერთ დღესაც გავხდები კონტენტ კრეატორი მე მგონდა რომ სწორი ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დროს რომ ბიძგი აი რო გიყურებენ რომ სადღაც მანდხარ ხელი კი არ მოკიდონ ძალიან ესეთი ისტორიაა რა ეხა ვიტყვი შენთან რომ ამბობ ამას იდეაში ეხა პირველად რომ აი ბავშვობაშიც რომ მინდოდა ხო დაწყება პირველად დავიწყე ეგ რაღაცა პოსტინგი ჩემმა ძალიან ახლა მეგობრებმა პირიქით მითხრეს რომ დამცინეს რა ეგ ამბავი მქონდა რა აი და ალბათ ბევრს ქონია ეგეთი რაღაც ცხოვრებაში რომ აი ჩემ მეგობრებმა აი მაგრა დამცინეს რომ კაიო ბიჭო რასაკეთებო რა არ ცხენიაო რა ეგეთი თემა იყო და ნუ ქონდა რომ всё, გავიყინე რა მაგომენტში, ვეღარ გავაგრძელე რა, იმიტომ რომ იმდენად ახლო მეგობრებისგან იყო ეგ წამოსული, ხო ხვდები რომ მე ვიცოდი შედეგად რომ აგიკეთება მინდოდა. აი ძალიან ვიცოდი შედეგად რომ აგიკეთება რომ მინდოდა. მაგრამ ვერ ვქენი არ მქონდა მაგდენი მენტალურად არ ვიყავ ეგეთი ძლიერი რომ გადამელახა ეგ ამბავი რა, რომ აი ეგ დამეწყო. და გადამედგა ეგ ნაბიჯი და ძალიან ბევრი წელი მაგის გამო დავკარგი იმ მომენტში რომ ალბათ ის ადამიანი მენახა რომელსაც მე პირიქით ბიძგი მომცა რომ მიდი რა შეჩემაო შეგიძლიაო რა იმიტომ რომ ტიპი ხარო რა ეგეთი და გამოგივაო აი ეგ ტიპი რომ მე მენახა იმ წელს 2021-ში მაგალითად ბევრ ადრე დავიწყებდი ხო აი ზოგადად ეგ არ ჭირდება რომ ბიძგი მისცენ არიან ისე თვითონაც იმდენად ძლიერები არიან ზოგჯერ და ხშირად არის რომ აი ერთ კარგად ერთ სულ სიტყვასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს საითკენ წახვალ ცხოვრებაში რა ეგეთი თემა არის. ამიტომ იდეაში ძვაკაცებს მეგობრებო სულ ეცადეთ რომ კარგი რაღაცები უთხრათ გვემეგობრებს და ბიძგი ბიძოს უყურებთ რომ რაღაცა გულით უნდა ჩემი აზრით ჯობია რომ პირიქით უთხრა რომ მიდი კაცო გარისკე და არ გამოვა არა უშავს აქა ვართ რა თუ არ გამოვა მე მაინც შენთანა ვარ ხო ხვდები პირიქით ის კი არა რომ აი არა რატო არა რა აცალი თუ გულით უნდა გააკეთოს ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში რა და ძალიან ეგ იყო რა ძალიან რომ აი ეხა რომ დავიწყე იყო რომ პირიქით ბიძგი მომცა გიგი გენაცვალე და იქამდე იყო რომ პირიქით დამასტოპეს რა რაღაც მომენტში ვიცი რომ კაცო დღემდე მეგობრები არიან ჩემი და ძალიან მიყვარს ყველანი უბრალოდ იმათვისაც გაუაზრებელი იყო ეგ ამბობდა შემა მეც გამეკეთებია ბავშვობაში ეგეთი რაღაც ვირმესთვის და ძალიან წუხვარ თუ ეგეთი რაღაც ვირმესთვის გამეკეთებია ხო ხდება პირიქით мотиваციის ნაცვლად რა იმიტომ რომ ეგ ჩვენთვის ხო რა თქმა უნდა ჩვენ შეძენილი ოჯახის წევრები არიან ეს ბაკაცები მაგათ ერთად ვატარებთ დროს და მაგათი აზრი აისახება ჩვენზე რა და
მაგიტო არის რომ რაღაც ასაკში ვიძენ ჩვენი აზროვნებას რომ რაღაც ეხა რაც თქვი რომ ბიძგი მივცეთ ეხ სიტყვაზე მე რაც მაგაცები ვწყავს ბავშვობიდან სულ ერთად მოვდივართ რა უბანი სკოლა მე ეს გავაგზავნეთ და ამ YouTube-ზე რო ვთქვი აი ეგ გქონდათ რომ არავის არ დაუცინია რა ნუ ჯერ გადახარშეს და მე ყველა ნაფიქრზე ექცევს პასუხს რა და ეგ მითხრას რომ მიაწექი აბა რა უნდა ქნა და ასე შემდეგ და ხო რატო არა რა რატო არ უნდა ცადო რა ეგ ძალიან კაი мотиваცია იყო ჩემთვის რომ ანუ სო რა თუ შინაური წრე არ კიცხავს ესე რომ ვთქვა კომენტარში ვიღაცა თუ ფეიქ აკაუნტი რაღაცას დაგიწერს ეგ არის როგორი ბრონიჟილეტი იცი აი ვაფშე არა საჭირო ეგ ან ყველას თუ მოწონხარ ეს ეგ რაღაც არასწორად აკეთებ მე ეგრე ვუდგები რა ანუ ვიღაცებს თუ არ მოწონხარ რა თქმა უნდა რაღაცა სწორად აკეთებ და ძალიან ლოგიკურია ეგ არის ყველას როგორ შეიძლება მოწონდე ხო ყველა როგორ შეიძლება გიყვარდეს შენ ან შენ ხარ ფეიქი მაგას თუ ყველა და ყველა გიყვარს ან რაღაცა არასწორად ხდება მაგ შემთხვევაში. თან აი ჟარგონულად ხუთში რო იყო, ჭირდება რომ რაღაცა ისიც იყოს, აკვი ჰეითერიც ყავდეს. ჯანსაღი კრიტიკა რა თქმა უნდა ყველგან მნიშვნელოვანია. არა, მე სულ ვამბობ რომ ფიდბექი მომეცით, რაც ამიტომ რომ ისე ვერ გაიზრდები, რა თქმა უნდა, ხა პირველი ვიდეო რა შედარო ჩემი ბოლო ვიდეოს საათის სხვაობა. ჩემთანაც აი პირველ ვიდეოში ჩვევა მქონდა ტელეფონში არაფერი არ მქონდა გახსნილი ეხა როგორც ვაკ და უბრალოდ აი ესე შევოდი და ვატრიალებდი რომ ანუ მაინც პირველი ვიდეო იყო და ესე ვიყურებოდი ჩამქრა ეკრანზე და ვიღაც მომწერა რა სულ ეკრანში რო იყურებიო ეგო ცუდად ჩასო, მაგრამ წარმატებებიო და ოპა მეთქი და გადავდე. კიდე мотиваცია იყო რომ ბევრმა იუთუბერმა, აი G2G-მა, ანანუმ და ასე შემდეგ დამიწერეს რაღაც კომენტარები და ეგეც იყო мотиваცია რომ აი უკვე ხალხი ნახულობს და ეგრე უყურებდი. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო თემა მინდა განვიხილოთ ამ პოდკასტში რომ ვთვლი რომ ყველა სწორი ადამიანი ხარ შეიძლება ვისაც უნდა ვესაუბრო ამაზე რა, მინდა ვიდეოებიდან და თემატიკიდან გამომდინარე მეც ეგრე ვთვლი და ვერგები მაგ მოსაზრებას რომ ადამიანს დაღუპავს ის რომ სხვის აზრზე იყოს დაზომბებული და ამაში გულისხმობ იმას რომ რავი ადრე მართლა ეგ იყო ამ პოდკასტშიც ვახსენეთ რომ მშობლების თაობაში თუ რაღაცა უნივერსიტეტში არის სწავლიდი დიპლომი არ გექნებოდა ვერ მონახავდი კარგ სამსახურს ვერ იმუშავებდი კარგ პოზიციაზე ვერ გექნებოდა ფული და ვერ გექნებოდა წარმატებული მაგრამ ეხა წინ წავიდა ცხოვრება მაგრამ ხალხს მაგის გადადგმა უჭირს მაგნაბიჯის გადადგმა მაგიტო კითხე რამ გაგაბედინა თქო მაგის კე რამ გიბიძგა თქო რომ მაგნაბიჯის გადადგმა უჭირს რომ აი მე რას იფიქრებენ აი მეზობლის რავი ნათელას ბავშვმა თუ დიპლომი აიღო და მე იუთუბერი ვიღაცა რაც იფიქრებს და მაგიტო არიან ოფისში მუშაობენ 24 საათი მეც გამომიცდია მუშაობენ 24 საათი რავი დაზომბებულების ზიან ესე მორგებული არიან ერთადღეს და სტაბილური ხელფასი აქვს მაგრამ ამ ხელფასით საბოლოო ჯამში მოიხედებიან და მეორე დღეს აღარ აქვს და ადგებიან და იმის დაალაიქებენ ხელფასის პირველი დღე და მეორე დღე რომ დოშირაგზე ზიან და ეგუებიან რეალობას და ჩემი აზრით ეგ ძალიან არასწორია და ვინც შეიძლება ვიღაცისთვის ეგ იყოს რა და ეს სიამოვნებდეს და მესმის რა ეხლა პროკურორს სიამოვნებს პროკურორობა და არის პროკურორი რა ეგრე რო ავიღოთ მაგრამ რა მე და შენ სიამოვნებს ესე ვიდეოების გადაღება და ვაკეთებთ ამას რა მე კიდე გვიან დავიწყე შენ კიდე ადრე დაიწყე რა ჩემთან შედარებით უფრო სწორად რა და ну რაც სიამოვნებს ეგ უნდა გააკეთოს ადამიანმა და აი მაგაზე მინდა განვიხილოთ რომ შენ როგორ უყურებ მაგ საკითხს რას ურჩევ ადამიანს რომ ამ ოფისში ჩემი აზრით ახალგაზრდობა თავის პოტენციალს კლავენ, იმიტომ რომ ერთი ცხოვრება აქვს და ვერაფერს ჩემი აზრით ესე არის, თუ მან შენ თავს ვერ ხედავ, მან რო გაჩერდეს ხვისი აზრის გამო, შენ თავს დაღუპავ რა და ეგ ცხოვრება არ უნდა გაფლანგო. მე მგონია რომ რთული არის რაღაც მომენტში რაღაცების გარისკვა. ხო. ანუ ძალიან რთულია რაღაცას მეც მქონდა რომ რაღაცას მიაღწიე მე რომ გარისკო ძალიან რთულია მაგრამ ანუ არის რაღაც მომენტში ხა მე ვიცნობ ხალხს რომ უბრალოდ გძნობენ რომ ხო კარგად არიან და ეგეთი ხალხისთვის ალბათ ნორმალურია ყველაფერი და მესმის რა მაგრამ თუ შინაგანად ცოტათი მაინც გძნობთ რომ რაღაც სხვა გინდათ რაღაც სხვა გახარ რა ჯობია რომ ადგე და გარისკო სულ მაგას ვამბობ მე მთელი ცხოვრება იფიქრებ მაგაზე რომ აი ეხლა რომ იმ ცხოვრებით მე ცხოვრაო აი როგორი ვიქნებოდიო რა იმიტომ რომ ეგ უკვე გამოსწილი გაქვს, ეგ ოფისის გამოსწილი გაქვს, იცი მან დაახლოებით როგორი ხება გაქვს. თუ რაღაცა სხვაგან შენი თავი სახეობა წარმოგიდგენია, ან მოგზაურად, ან არ ვიცი, კარგ დედად, არ ვიცი, ჯობია რომ ადგე და გარისკო ხო ხდები და გააკეთო რა, იმიტომ რომ მე აი სულ მთელი ყველა მოხუცი ადამიანი რავი, რამდენი ვიდეოც მინახავს, კლებებიც ეგრე არის, სულ მაგას ამბობენ რომ ნეტა მეტი დრო დამეთმო საკუთარი თავისთვის და არა რაღაც კორპორაციისთვის, ან ფულისთვის ასე შემდგომ, იმიტომ რომ
ეხლა აღარ შემიძლია რა და მაგაზე დიდი ალბათ ბედნიერება რომ შეგიძლია ჯანმრთელი ხარ თან და შეგიძლია რაღაცეები აკეთო ჯანმრთელად და პლუს ეგ ამბები საყვარელდებების თუ მაგაში გამოყვებიან გაუზიარო ალბათ არ არსებობს იმიტომ რომ ხო როგორც ჩვენ თქვი ერთხელ ცხოვრობს და ბედნიერი მომენტებია საბოლოო ჯამში ცხოვრება და როცა ყველა დღე ერთნაირია ყველა დღე ერთფაიც გავს საბოლოო ჯამში ვერაფერს ვეღარ იხსენებ. ფერი ეკარგება ცხოვრება. ხო, ვერ იხსენებ რა, აი რა ვქენით, რავი და მე შემიძლია ყველა დღე გავიხსენე რომ რაც წასული ვარ, ანუ 90-ე მოგიყვება, წასული რომ ვიყავ, ეგეთება მაგას. შემიძლია ჩამოგითვალო რაღაცა, აი გადავხედო და აი ამ დღეს ეს მოხდა, ამ დღეს და ყოველ დღეს რაღაც ახალი ხდებოდა რა. სუსტად ის სათქმელი ჩამოაყალიბე, რაც მინდოდა მაგითო ვთქვი რომ სწორი ადამიანი ხარ თქო რომ აი რა შემიძლია რომ უყურო თუნდაც ცხენით მოგზაურობაზე ბუნებაში რომ კაცი გაიცანი იქ რომ ცხოვრობდა მდინარესთან და ასე შემდეგ მანდ უფრო ხვდები რომ ეხლა ნებისმიერმა ადამიანმა რომ გადახედოს მაგ ბიჭ შეხედოს ან შენ მაგ მომენტში ვალიკო აი მე რა ვქო ოფისინა რომ შეხედოს რომლის ცხოვრება უფრო ფერადი იქნება მაგას გააშე თუ ვიღაცა ჩათვლოს რომ მე ესე უფრო კარგად ვარ ანუ მაგის მოწოდება არის მე მყავს ეგეთი ახლო მეგობარი რომელიცაც ნუ რაღაცა სოფლიო ბანკში მუშაობს და ნუ ძალიან წარმატებული ტიპი თავის მართლობით და ნუ ეგეთი ცხოვრების სტილი აქვს ეხლა ანუ სადღაც ლაშქრობაში შევწავდით ერთად ხო მე ისე და ნუ არ შეუძლია რა ხო ვიცნობ ხალხს ვისაც იმის გამო რომ მენეჯერს უწოდებენ ურჩევნიათ სხვადასხვა რაღაც მაღაზიაში 800 ლარად იმუშაო ვიდრე წამოვიდნენ და უბრალოდ რა ვიცი რაღაცა სხვა სახელი დაერქვას და მეტი გააკეთოს რა, იმიტომ რომ მენეჯერი წოდება არის, რომელიც ძველი მხრიდან გადმოვიდა და ნუ ჩემი აზრით წოდებებს და სტატუსებს ცხოვრება თუ შენ შენ თავს ვერ ხედავ, ხო რა. რეალურად არ გჭირდება რა. ადამიანები ვართ ისინი, ვინც ვართ და ჩვენი საქციელები განაპირობებენ ჩვენს თავს და არა ის ვის რას დაუძახებთ რა. ეხ მე იმიტომ მოგიწვია რომ YouTube-დან გავიგე შენ შესახებ და მაქინა გაგიცანი პირველად ესე გიყურებდი მართალია, მაგრამ ეხ შენ გამოწერების რაოდენობასთვის საერთოდ არ შემიხედია რა. გუში რომ მოდიოდი მაშინ შევხედე რამდენი გადაწყვეტილია. ხო თურმე ყოლია. იმიტომ რაღაც ვიდეოებს რო უყურებდი შენ რო არ გეთქვა პოსტი ვნახე ერთხელ რომ აი მესამე ვიდეო არის თუ რაღაცა 200,000 აცდაო და მაშინ დავხედე საერთოდ შენი ნახვების რაოდენობას და მან შევხედე იმიტომ რომ ადამიანი როცა მოგწოს აი შემდეგი პოდკასტი სიტყვაზე ვისაც მეკება მაგის შემდეგ უნდა მოვიყვანო ისეთი ადამიანი ვინც საერთოდ არ არის იუთუბერი მაგრამ მე მაგ ადამიანის აზრი მაინტერესებს რა ეგ არის რომ სტატუსი არ განაპირობებს ადამიანი რაც ხარ შენი ქცევები განაპირობებს და ასე შემდეგ და მაგიტო არის შენი არხი ყურებადი ჩემი აზრით მე თუ ვინმე მკითხავს რატომ უნდა გამოიწერო შენი არხი იმიტომ რომ შენ ხარ ის რაც ხარ რა და ყველას ურჩევ მაგიტო ხო რა არ ფლანგავ ცხოვრებას და ძალიან საინტერესო არის ვიდეოებში ეგეთი ადამიანის ყურება ვინც ხედავ რომ იმ მომენტში აი ბევრს იმას არ ამონტაჟებს რომ ვაიმე აქ რაღაცა მესვა და მოდი იმას ხო რა ტალახში ამოგაგლულის გინახი ხარ მაიკა გაახტილის რა თქმა უნდა რა ვაიმე არა ცხოვრება რავი ხან ლამაზი ხარ ხან უძილო ხან დაუბანელი ხან რავი ახალი ლამაზი თმა გაქვს ეგეთია რა ცხოვრება და მაგიტო ვიტყოდი რომ სწორედ მაგიტო უნდა გამოიწერო შენი არხი რა საინტერესო ადამიანი ხარ იმიტომ რომ განახარი იუთუბერი ხარ აჩი რა ეგ არის ეგ განაპირობებს შენ ინტერესს რა რო გავყოთ ეხა იუთუბერიც ხარ მაგრამ რაც არ უნდა სტატუსი ქონდეს ბანკის დირექტორი იქნები თუ იუთუბერი შენი პიროვნებიდან გამომდინარე იქნები საინტერესო ჩემი აზრით ამ განმოსახედიდან შენ რო ბანკის დირექტორი ყოფილიყავი და თან იუთუბერი ჩემი აზრით არ მოგიწევდი იმიტომ რომ შენ თავს ვერ გამოავლენდი იქ ხო იცი ისა გაქვს რა მაინც ცენზურა გადებს რომ უნდა იყოს სერიოზული და ასე შემდეგ და კიდე ეგ არის კორპორატიული სამყარო რაღაც მომენტში მაინც გსურდავს რა და ძალიან საინტერესო იყო შენთა პოდკასტი დასწრებისკენ მადლობა მოწვევისთვის კიდე ერთხელ მიხარია თუ ისიამორეთ ხალხო გამოიწერეთ ამ კარგი ადამიანის არხი ჩემი არხის გამოიწერეთ და კიდე შევხვდებით სადმე აუცილებლად კი აღწერაშიც იქნება და რომელიმე იმაში რა ქვია კოლაბორაციაში კიდე შევხვდებით უკვე რომ დავიწყებ მაგ გაკაჩებს და აღწერაში იქნება ყველაფერი მადლობა რომ გვიყურეთ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო თუ რა თქმა უნდა მოგწონთ მაგრამ სხვანაირად აქამდე არ იქნებოდით ბოლოში იწერება ეს ვიდეო რო არ მოგწონდეთ და ნუ უბრალოდ თუ თქვენ ერთ წამს გამოყოთ მაგისთვის რომ გამოიწეროთ არხი ჩვენ ძალიან დიდ საფორს მოგცემთ მე თუ გამომიწერთ და 10 არ ყავთ გამოწერილი 10-ის არხზეც უნდა გადახვიდეთ აქაც ამონაცდება და აღწერაშიც იქნება დროებით შემდეგ ეპიზოდამდე